მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები იმ ზღვა ინფორმაციის პირობებში, რომელიც ყოველდღიურად მიეწოდება თანამედროვე ადამიანს. მათთვის, ვისთვისაც ეს კომფორტი, ანუ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ხშირად ხდება დამაბნეველი. თანამედროვე ადამიანისთვის, თანამედროვე მშობლისთვის და მათთვის, ვისაც სურს განვითარდეს, შეხედოს კრიტიკულად ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც ყოველდღიურად ხდება სოციალურ ქსელში. აქ გაიგებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც არის გადამოწმებული, რომელიც მოგეწოდებათ აუცილებლად სფეროს პროფესიონალის მიერ, დაისმება კითხვები, რომელიც ყოველდღიურად გვაწუხებს და რაც მთავარია, ეს იქნება პრაქტიკული, არა აბსტრაქტული რჩევები. როგორ მოვაგვაროთ ის კონკრეტული საკითხები და პრობლემები, რომელიც თანამედროვე ადამიანს და განსაკუთრებით მშობლებს ყოველდღიურად აწუხებთ. ჩვენ ვართ ლისი პოდკასტის სტუდიოში, სადაც ვწერთ ამ გადაცემას და სადაც არის განსაკუთრებულად კომფორტული და სტუმარზე მორგებული გარემო. საქართველოს ნუტრიციის აკადემიის დამფუძნებელი ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე არის სტუმარი, რომელთანაც პირველი კითხვით სანამ გადავალ, მინდა მადლობა უთხრა სტუმრობისთვის, პირველ რიგში დასაწყისშიც და ბოლოშიც ვეტყვი აუცილებლად, იმიტომ რომ ოქროს სტუმარია მართლა და ჩვენი პოდკასტის თემატიკიდან გამომდინარე, სადაც ისმება ისეთი კითხვები, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაფიქრდეს, განავითაროს ყველა ის ცოდნა და გაიღრმაოს, რაც იქამდე იცოდა, სანამ ამ ეპიზოდს ნახავდა. მართლა იდეალურია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, თორნიკესგან წამოსული ინფორმაცია არის 1000-ჯერ გადამოწმებული, პრაქტიკაზე და თეორიულ სანდო-კვლევებზე დაფუძნებული და ამიტომ მართლა დიდი ფუფუნებაა და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. და პირველი, რადგან მშობლები იქნებიან ალბათ ჩვენი ყველაზე ისეთი დაინტერესებული აუდიტორია ამ თემატიკიდან გამომდინარე, პირველი ალბათ, საიდანაც იწყება ბავშვზე ზრუნვა და ჩამოყალიბება, ზოგადად მისი სამომავლო მეტაბოლიზმის, კვებითი ჩვევების და ასე შემდეგ არის ორსულობა და ძალიან მინდა ვიკითხო, აქვს თუ არა მნიშვნელობა რეალურად ორსულის კვებას, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ მაინც რამდენად დიდი გავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობაზე სამომავლოდ. და პრენატალური ვიტამინები, რომელიც ესეთი აქტუალურია, არის ეს მარკეტინგი, თუ რეალურად გვჭირდება ჩვენ და ჭირდება თუ არა ყველა ორსულს. და აქვე დავამატებ კიდევ ორის მაგივრად ჭამა რამდენად. მოკლედ ეს თემა ორსულობის მინდა რომ გავშალოთ კარგად და მოვფინოთ ნათელი რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ ვიქცევით. ნინა, მადლობა, იდეალური შესავალი იყო მე მგონი. და რახან მშობლები გვისმენენ და ავსაუბრობთ ბავშვის სამომავლო ჯანმრთელობაზე. ამასობაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავადვე დედის ჯანმრთელობა არის შემდგომ განმაპირობებელი ბავშვის ჯანმრთელობის და ეხლა აქ განხილული რჩევები იქნება არა მარტო იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ბავშვის ჯანმრთელობა ასაკისმატებასთან ერთად, არამედ თავად დედა დარჩეს ჯანმრთელი, ან გადმოვიდეს ჯანსაღი მიმართულებით, თუ უნდა საკუთარ შვილზე ზრუნვა, იმიტომ რომ როგორც წესი მშობლები ვართ ხოლმე პირველი კარიბჭის მცველები და პირდაპირ მნიშვნელობით უკვე კარიბჭის მცველი არის დედა, რომელსაც ნაყოფი ყავს მუცელში. შესაბამისად, ორსულობის დროს კვების პრინციპები რჩება ჯანსაღში, მაგრამ იცვლება. რას გულისხმობ? მოდი დავიწყებ ჯერ მითის დანგრევით, ორის ნაცვლად ჭამა. რა ხდება, როცა ორსულობის დროს ქალს აქვს მომატებული მადა, პირველი კითხავს, რომ ესე უნდა იყოს? პასუხია კი. ოღონდ გააჩნია როდის. ჩვენ ვიცით, რომ პირველი ტრიმესტრი ორსულობის არ საჭიროებს კალორიულ ნამატს, მაშინ როცა მეორე და მესამე ტრიმესტრიდან იწყება ნელ-ნელა ადეკვატურად კალორიების მატება. მეორე ტრიმესტრში დაახლოებით 320 კალორიით მეტი უნდა მიიღოს ყოველდღიურად ქალმა, მესამე ტრიმესტრში ეს არის 400 კალორიამდე, 450 კალორიამდე, იშვიათ შემთხვევაში 500 კალორიამდე. ეს რას ნიშნავს? მეორე ტრიმესტრში ეს არის ერთი ჯანსაღი, გემრიელი და მსუყე ხემსი, მაშინ როცა მესამე ტრიმესტრში ეს არის ერთი დამატებითი კვება. ანუ აი აქ მივოდებით კონცეფციას ორის ნაცვლად უწევს თუ არა ჭამა. ანუ კი არ უწევს გაურმაგებული ჭამა. უწევს ერთი ხემსის დამატება გემრიელის და ჯანსაღის და სავსეს მეორე ტრიმესტრში, მესამე ტრიმესტრში ეს არის ერთი დამატებითი კვება. ანუ არა ორის ნაცვლად ჭამა, არამედ აი ამ ჭრილში დამატებითი კვება, ამასობაში სურვილისამებრ და მოთხოვნისამებრ. როგორც წესი, ასევე მნიშვნელოვანია ქალის წონას და სხეულის მასის ინდექსს დაურსულებამდე. ანუ რეალურად რა BMI-ით და სხეულის მასის ინდექსით დაიწყო ორსულობა, ისევე გვაქვს მოლოდინი წონის მატების. ხო, რამდენი უნდა მოვიმატო დაურსულობის შემდგომ. რეალურად ჩვენ გვაქვს ცხრილი შუალედი, დასაშვები შუალედი წონის მატების, რომელიც მარტივი კონცეფციით რიცხვობით რო არ დაგաղოთ, რაც უფრო პატარა იყო სხეულის მასის ინდექსი, 18-ზე ნაკლები უკვე არის სხეულის წონის დეფიციტი, მით უფრო
მეტის მატება მოსალოდნელი ორსულობისას. და რაც უფრო სიმსუქნისკენ მივდივართ BMI-ით, სხეულის მასის ინდექსით, მით უფრო მცირედი ნამატია მოსალოდნელი ორსულობისას. ეს ნამატი არის ფიზიოლოგიური თუ ჯდება კონკრეტულ რიცხვების შუალედში და ამასობაში ამ ფიზიოლოგიური ნამაცვე ქალის ორგანიზმი თავადვე იკლებს მე ლაქტაციის პერიოდი მოდის, რომელიც ფიზიოლოგიურად ასევე ენერგეტიკულად ისეთი დატვირთულია მეტ ენერგიას ხარჯავს ეს ორგანიზმი. მეორე და მესამე წრიმაში ანუ ერთი თქვით რამდენი მეტი კალორია უნდა მივიღო და ამასობაში კითხვა ისმის რა მემჭირდება მეტი კალორიების მიღმა, იმიტომ რომ კალორიებით არ იწყება და არ მთავრდება კვებაზე საუბარი. პასუხია კი. მეტი მჭირდება ცილა ორსულობის დროს, მით უმეტეს მეორე და მესამე ტრიმესტრში და თუ მაგალითად პატარა რიცხვი შემოვიდა 0.8 გრამი კილოგრამზე იყო მინიმალური სტანდარტულ შემთხვევაში ქალისთვის, დასრული ქალისთვის, ანუ 100 კილოგრამზე 80 გრამი ცილა უნდა ეჭამა. ორსულობის მეორე მესამე ტრიმესტრში ეს რიცხვი ადის კოეფიციენტი 1.1-ზე მინიმუმ. ანუ მეტი ცილა მჭირდება მოკლედ. ეს ცილა შეიძლება იყოს წამოსული ცხოველური წყაროებიდან, ცენალური წყაროებიდან და იდეალურ შემთხვევაში მათი მიქსიდან. მეორე ნაწილი რაც მეტი მჭირდება არის ბოჭკო. ეხლა რა არის ეს ბოჭკო? ეს არის მცენარეში, რასაც ყველაზე მეტად ველტვი ვიტამინების მერე არის ბოჭკო. ეს ცელულოზა, უჯრედისი, უხეში გარსი მცენარის, რომელიც მჭირდება კიდევ აქაც მეორე და მესამე ტრიმესტრში კონკრეტულად. რატომ მჭირდება მეტი ბოჭკო? იმიტომ რომ აქვს დამცველობითი ფაქტორი, ორსულობის დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება ხოლმე ყაბზობა, რომელიც ფიზიოლოგიურია და მჭირდება ნაწლავის ადეკვატური მონელება, მოქმედება ამასობაში გლუკოზის გაუმჯობესებული მენეჯმენტი და ერთ-ერთი რისკი, რაც ორსულობისას გვაქვს, ეს არის გესტაციური დიაბეტის რისკი. მით უმეტეს თუ უკვე მესამე ორსულობა და წინაურ ორსულობაზე გესტაციური დიაბეტი დადგინდა, ანუ რა არის გესტაციური დიაბეტი? ორსულობის დროს დიაბეტი, რომელიც ორსულობაში იწყება და ორსულობის შემდგომ როგორც წესი მთავრდება. ამ დროს კიდე მეტი ყურადღება ენიჭება ბოჭკოს, საუთპაულო ბოჭკოს. ძირითადად მცენარეულ წყაროებში. ყველა ხილი, ყველა ბოსტნეული, რაც უფრო მეტად კანით და მაგარი გარსით არის მიღებული, მით უფრო უკეთესი. ბოჭკო არის მთელმარცვლოვან პროდუქტებში, პურში, წიწებურაში, ბრინჯში, რაც უფრო მთელმარცვლოვანი წყაროა. პარკოსნებში, ოსპილობიო ბარდა. ანუ მეტი ბოჭკო ორსულობისას. დაახლოებით 20%-ით გაზრდილი საჭიროება. ასევე ეხა ვიტამინებზე, ეხა წარმოვიდგინეთ განვიხილეთ დიდი ჯგუფები საკვების, ხო? ჩვენ გვაქვს მაკრონუტრიენტები, განვიხილეთ ცილა და ბოჭკო. ეხა გადავდივართ მიკრონუტრიენტებზე, ვიტამინებზე და მინერალებზე, რომელიც უფრო მცირე ოდენობით მჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ფუნქცია აქვთ. პირიქით, იმიტომ რომ ესეთი ეფექტურები არიან, მჭირდება ზრდა კონკრეტული ნუტრიენტის ორსულობის დროს. ჯერ რისკი მაქვს დეფიციტის, რკინის, რისკი მაქვს კალციუმის, რომელსაც საჭიროებაც იზრდება. რისკი მაქვს ასევე დ-ვიტამინის, თუ აქამდეც რისკი მქონდა. ეს ყველა ნუტრიენტი უნდა განვიხილო ექიმთან და ორსულობის დროს თვითნებურად დაწყებული მინერალური მულტივიტამინური კომპლექსი არის ის, როცა თალსაღდგეტყვი არა. ეხლა რატო? იმიტომ რომ არსებობს ზოგიერთი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დიდი ოდენობით ტოქსიურია დედის ორგანიზმისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ნაყოფისთვის. მაგალითად ესეთი არის ჩვენთვის ცნობილი და საჭირო A ვიტამინი, რომელიც მჭირდება ორსულობამდეც, ორსულობისას საჭიროება იმატებს, თუმცა თუ გადააჭარბა მისაღებს ზღვარს, ხვდები ტოქსიურობას, რომელიც შემდგომ ნაყოფში იწვევს ტერატოგენულია, ანუ წესულობებს, რომელიც შემდგომ აისახება ან შეიძლება დასრულდეს არასასურველი აბორტით, რის გამოც A ვიტამინის მოხმარებაზე მაქვს წითელი ნიშნული რის ზღვრის მერე არ გადავდივარ. A ვიტამინი ჩვენ ვიცით რომ არის ცხიმში ხსნადი. ანუ ორგანიზმში ინახება, მაგალითად B ვიტამინების ნაცვლად, რომელიც გამოიდევნება ხოლმე შარდით მარტივად. A ვიტამინი ინახება ორგანიზმში. ტოქსიურობის გვეშინია და აქ კიდე კვლავ მნიშვნელოვანია რატო ქალებში, რატო ორსულობა, რატო ვიზახით A ვიტამინს. უმრავლესობა ტოპიკალური კრემი, რომელსაც ანტი-ეიჯინგი დაბერების საწინააღმდეგოდ კანის ჯანმრთელობის უზრუნველთ ხოლმე, A ვიტამინის ისეთ წყაროს შეიცავს, რომელიც კანის ჯანმრთელობას ეხმარება, მაგრამ ამასობაში სწორედ იმ ტოქსიურ ეფექტს იწვევს ზედოზირებით მიღებისას. ამას თუ ემატება მეზობლის მიერ ნარჩევი ვიტამინების კომპლექსი, ჩემ დროს ამას სვამდნენ ბებია, დალიე და მსგავსი რჩევები, რისკი გვაქვს ვიტამინების ან მინერალების ტოქსიურობის, რის გამოც ყველა ნუტრიენტი, რომელიც დაინიშნება ორსულობისას, გვჭირდება ექიმთან კომუნიკაციის დროს. ამასობაში მივალთ ექიმთან და გვეტყვის, რომ შეიძლება ორსულობამდეც კი დავიწყო ამაზე მზადება, ხო? ჩართულობა ვიტამინების, აქ შემოდის საქმეში ფოლიუმის მჟავა და საინტერესოა, რომ ფოლიუმის მჟავას არა მარტო ქალი იწყებს, არამედ კაცისთვისაც რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვის პროცესში, რომელიც ცალსახად ბენეფიტურია და ფოლიუმის მჟავის მიღება იწყება და გრძელდება შემდგომ ორსულობის პერიოდში ექიმთან კომუნიკაციის დროს. ანუ მაქვს ცალსახად ბენეფიტები და საჭიროებები მეტი კალორიის, ცილის,
ბოჭკოსი, ნუტრიენტების, მათ შორის ვიტამინების და მინერალების, მაგრამ ეს ყველაფერი ვიტამინებს და მინერალებს როცა მიდგება, ჭირდება დამატებით თუ რამეს ჩავრთავ, აუცილებლად კომუნიკაცია ექიმთან, რომელიც იცნობს შემწყობის სტილს მაქამდე, მიცნობს ეხლა და იცის რაზე მიმიწვდება ხელი თუ ამას საუბარში ჩამომყვება კიდევ იდეალური. ანუ მაინც ჯობია, რომ მულტივიტამინი, რომელიც არის პრენატალურში ყველაფერი შედის ერთად, ჯობია, რომ ცალ-ცალკე იქნას, ხო, გამოკვლეული, რა საჭიროება აქვს იმ კონკრეტულ ორსულს, რისი დეფიციტი აქვს და სხვათა შორის ძალიან იშვიათია და სამწუხაროა, რომ პირველი აი მკვების მოკითხვა არ ხდება ხოლმე და ისე ინიშნება ეს მულტივიტამინი. ესე იგი წამყვანი ყველასთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება, რომ წამყვანი არის კვება და იმით ვარეგულირებთ ყველანაირი ნუტრიენტის მიღებას და შემდეგ გადავდივართ უკვე საჭიროებისამებრ არა რაღაც კომბინაციაზე, არამედ ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით კონკრეტულ ვიტამინსა თუ მინერალზე. და ეხლა რა ხდება, როცა ორსული გრძნობს მაგალითად, რომ ისედაც ქონდა მიდრეკილება, ვთქვათ, ჭარბიწონისკენ, მიხვდა რომ ორსულობაში გაუძლიერდა მადა. როგორ, აი რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ, როგორ დაარეგულიროს ეს ყველაფერი, რომ იმხელა წონის მატება არ იყოს, ერთი რომ ეს სტრესთან არის დაკავშირებული, ხო, რამდენს მოვიმატებ, ამაზე ღელავს, გვინდა არ გვინდა, ქვეცნობიერად ადამიანი და რამდენს მოვიმატებ არის კითხვა, არის რაღაცა სტრესი დამატებითი ორსულობის და არის კიდევ გაძლიერებული მადა, რომელიც კაცმა არ იცის სადამდე მიმიყვანს და არის საკვების მიღების შიში. და აი ამ დროს რა ხდება, ვთქვათ, რა რჩევებია, ალბათ იქნება რაღაც გარდა ძილის მოწესრიგებისა სითხის კონკრეტულ ნუტრიენტებზე და საკვებზე. რაღაც ერთფეროვანი აქ რჩევა ნინა იგივეა, რაც იქნებოდა სხვა დროს, როცა მადა მიმატება, პირველი რაზე ზრუნავ, როგორც წესი მახსენდება ხოლმე, აბა რა შევზღუდო რაციონში, იმიტომ რომ არ მინდა წონა გამექცეს და მე ორჯერ მეტად ვიმტრიო თავი ორსულობის შემდგომ წონის კლებაზე. მაგრამ ეგ არასწორი მსჯელობაა, მით უმეტეს ორსულობის ეს მეტი სტრესის მომცემია, რომელიც სტრესებიც იაც არ გვაკლია. ამიტომ პირველი რა რჩევა, რას ვავსებ. ანუ მომატებულ მადას მივყვები, ოღონდ ამ მომატებულ მადას რით ვიკმაყოფილებ? რა საკვებს ვიღებ იმპულსის მერე? თუ იმპულს ვერ გავაკრავ, იმაზე კონტროლი მაინც მაქვს, რას შევჭამ. ანუ რეალურად მე თუ ვიცი დაახლოებით რას უნდა ველოდე, რამდენით მეტი უნდა მქონდეს მადა და ეს შემდგომ სხვა მიმართულებით მირბის ხოლმე, მან კითხავს, რომ ეს მომატებული მადა ემოციურია თუ ფიზიოლოგიური. თუ ფიზიოლოგიურია და ანდა თუ მაინც ემოციურია, ყოველ ვარიანტში ვცდილობ მივიღო ის საკვები, რაც მდიდარია ცილით, ბოჭკოთი, რომელიც შემავსებს მადას და მიქვეითებს და ამასობაში ნაკლებად დავდობ უკვე მომატებულ კალორიებზე. აქაც ბევრი ისეთ ფაქტორი შემოდის, რომელიც ყოველდღიურობაში ხელს მიშლის, ხელის მისწვდომობა არ მაქვს, მეზარება, სახლში არავინ იყო, ხო არ მოვიმზადებდი, რომელიც მესმის. უბრალოდ თუ გვექნება უქროს ნიშნულად, რომ როცა მადას ვიგრძნობ, ჯერ მივირთვა ის, რაც ჯანსაღ პრინციპში ჯდება. იდეალურ შემთხვევაში მეტი ცილა, მეტი ბოსნეული, მეტი ბოჭკო და დავაყოლო ის საკვები, რომელიც მომენატრა და მიყვარს და ტკბილია. და მე უკვე გადავიდე მადის მენეჯმენტზე, ის მოლოდინი თუ მექნება, საერთოდ რამდენი თუ მოვიმატოს მადა, მე უკვე ჩემ თავთან კითხავს ვამ და აი ამ საუბარში ვარ საკუთარ თავთან და პროცესთან, სამ ბავშვთან საუბარზე გადავალ დაბადების მერე. და პირიქით თუ წონის დეფიციტია და არის გარკვეული შიშები, რომ აი არ მინდა, ან ტოქსიკოზი აქვს დედას და ვერ იღებს საკმარის საკვებს, აი ამ დროს რა ხდება, რას უნდა დააკვირდეს ამ შემთხვევაში. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ, იმიტომ რომ ამ მარტივი ქმედებით თქვენ ძალიან დაეხმარებით და მნიშვნელოვან საქმეს გაუკეთებთ ჩვენს არხს. წონის დეფიციტის დროს ნახე ჯერმოდი კითხვა დავსვათ, როცა ორსულობა დაიწყო და დედას ჰქონდა, ქალს ჰქონდა წონის დეფიციტი, ეს წონის დეფიციტი რისგან იყო გამოწვეული. ხო, აქ შეიძლება იყოს არასაკმარისი საკვების მიღება, შეიძლება იყოს აკრძალვა მიღების ციკლი, ან შეიძლება იყოს ზოგიერთი კვებითი აშლობისკენ გადახრა, რომელიც შეიძლება იყოს ბულიმიანურისკენ მიდრეკილება, ანორექსიისკენ მიდრეკილება. თუ ეს ამ დიაგნოზით დაიწყო ორსულობა, ცალსახად მჭირდება სპეციალისტის ჩართულობა, რომელიც არის ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, იდეალურ შემთხვევაში კომბინაცია. თუ წონის დეფიციტი მაქვს, მაგრამ ეს მაინც ჯანსაღ რენჯში ჯდება, სხეულის მასის ინდექსის ჯანსაღ ნაწილში, აქ უკვე მეორე სამართავია, უნდა იცოდეს და ელოდოს ქალი, რომ იმაზე მეტი ექნება წონის მატება, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა. ამის არ უნდა ეშინოდეს და უნდა იცოდეს საიდან მოდის ეს კალორიული ნამატი, უნდა იყოს ადეკვატურად გაგებული, რა ნუტრიენტები ჭირდება შვილს. აი ამ საუბრებში შემდგომ უკვე შემოდის ფიზიკური ბარიერები. მაგალითად, ვერ ვიღებ საკვებს, არ მსიამოვნებს. უკვე იცვლება საკვების ტიპი. უფრო ხშირი,
მცირე ულუფებით და ენერგეტიკულად მდიდარი საკვები შემოდის საქმეში, მაგალითად თუ ქალი ვერ მიირთმევს კვერცხს და თხილეულ თესლეულს, გადავდივარ საკვებზე, სადაც მიწისყილის კარაქი მაქვს და არა თხილეულ თესლეული, რომელიც არის მოცულობით მცირე, მაგრამ ენერგეტიკული სიმკვრივე აქვს. ანუ საპირისპირო რასაც ხო შემთხვევაში ვიტყოდი, თუ პირიქით წონის პრობლემა აქვს მატებისკენ მიდრეკილება ადამიანს, ხო? აქ მჭირდება პატარა მოცულობა და ენერგეტიკული სიმკვრივე და ტოქსიკოზის დროს ვიცოდეთ რომ ეს დაიწყება და გაივლის და ამ მომენტში სწორი სითხე და თუნდაც სითხის მიერი კალორიები როგორც წესი წამყვანია ხოლმე რომ ნუტრიენტული დეფიციტი ავირიდოთ თავიდან. ამიტომ თუ მაქვს დიაგნოზი მუშაობა სპეციალისტებთან, თუ არა და ესეთი ლოგიკა, მცირე ულუფები უფრო ხშირად და ისეთ საკვები, რომელიც სიამოვნებს არის მცირე მოცულობით, ან შედარებით ხევადი, მაგრამ ენერგეტიკულად და ნუტრიენტულად ესეთი კონცენტრირებული. თუნდაც დაბლენდერებული, ხო? თუნდაც დაბლენდერებული. შეიძლება. და არა, ამ დროს ვთქვათ ნარჩევი, აი ტკბილი და მაქსიმალურად თაფლი და შეიძლება სუარ სიამოვნებდეს ადამიანს და არა ის რომ კიდე გამხდარი ხარ და ტკბილი ჭამე ეს მომენტი, ანუ ეს წონის დეფიციტი არ აღმოიფხვრება იმით, თუ მიიღებ რაღაცა ექსტრა კალორიებს ერთი ნაჭერი ტორტით მაგალითად. იმიტომ რეალურად მე მაინტერესებს, როცა წონას ვიმატებ, რა მასალით ვიმატებ წონას, ხო? თუ ვიმატებ შაქრებით. მივატებ ცხიმს, თუ ვიმატებ ცილით, ძირითადად საქმე შემოდის. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ესეც? იმიტომ რომ ჩემი წონის მატება ამასობაში არის არა მარტო ის საშენი მასალა, რასაც მე ვაწვდის ჩემ ორგანიზმს, არამედ საშენი მასალა, რომელსაც ჩემი ბავშვი და ნაყოფი იყენებს ზრდა-განვითარებისთვის. ბავშვი და ნაყოფი როგორც წესი ამ ზრდა-განვითარებისთვის საჭირო მასალებს მაინც წამოიღებს და ძალიან საინტერესოა მე უფრო ლაქტაციის პერიოდში ვლინდება ხოლმე ყველაფერი გაკეთდება რომ ბავშვმა საჭირო მასალები მიიღოს დედის ორგანიზმის ხარჯზე. ამიტომ ზუსტად ლაქტაციაზე უნდა გადავსულიყავი, ეს ხარისხი არსებობს ადრე რო იყო მითი რომ ამოწმებდნენ კიდეც რძეს და შენ ცუდი რძე გაქვს, შენ კარგი რძე, ანუ რძის ანალიზი, ოღონდ ბევრი დედისგან ვიცის რომ იცი რა მე რძე არ მივარგო და ბავშვს ვერ ვაჭამე. იყო ეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სამშობლოში რომ შეკეთდებოდა ანალიზი. დღეს როგორც წესი რძის ხარისხს ვამოწმებთ ბავშვის ზრდა-განვითარების გრაფით. თუ ბავშვი იკვებება ექსკლუზიურად დედის რძით, ნორმალური ოდენობის საკვებს იღებს და ამასობაში ბავშვის დაფერი ხდება, კითხავს რომ რასაც იღებს, იქ რძის ხარისხი რა მაკლია. ეს რძის ხარისხი როგორც წესი განპირობებულია ასევე დედის კვებით. მაგრამ კიდევ ერთხელ არის ცვლადი ერთეულები, ანუ რაც იცვლება დედის რძეში და არის სტატიკური შედარებით. მაგალითად, დედის რძეში შედარებით ცვლადია, რამდენი ცხიმი იქნება მასში. ცვლადია, რამდენ ცილას მიცემს. უფრო სტაბილურია, რამდენ გლუკოზას მიცემს. ცვლადია, რამდენ ომეგა-3 ჯანსაღ ცხიმებს მიცემს. მაგრამ მაგალითად, რამდენ კალციუმს მიცემს. ეხლა როცა შემოდის სტაბილურობა. იქ შემოდის სტაბილურობა, რომ დედის რძე შეინარჩუნებს კალციუმს იმოდენობით, რამდენიც ბავშვს სჭირდება. მაგრამ თუ დედა არ იღებს საკმარისი ოდენობით კალციუმს, კალციუმის წყაროდ გამოიყენებს სამარაგო ძვლებს დედის. შესაბამისად, აი ეს კონცეფცია, რომელიც ნაწილობრივ დამამშვიდებელია, ხო? ჩემი შვილი იყოს კარგად, მაგრამ ეს იქამდეა მანამ სანამ რადიკალურ ზღვას არ გადააჭარბებს დედის კალციუმის დეფიციტი, მათ შორის ცვლების გამოფიტვით და მერე უკვე რძეზეც არ აისახება. ანუ თითქოს ორგანიზმი გვაძლევს რაღაც ბუფერულ პერიოდს, რომ რაღაც ცუდად მიდის და აბა, ეხლა იქნებ მოუარო შენ თავს. თუ ამ ბუფერულ პერიოდსაც გადავაბიჯეთ და არაფერი გავაკეთეთ, ეს რა თქმა უნდა რძის ხარისხი აისახება. თუმცა როგორც წესი რძეს ხარისხი ცდილობს ორგანიზმი რომ შეინარჩუნოს ის რაც ბავშვის განვითარებისთვის გვჭირდება, მანამ სამ არ გადავაჭერებს რაღაცებს. ბავშვის ნაწილში მოგვარებულია როგორც წესი ფიზიოლოგიურად არის დარეგულირებული, მაგრამ რა ხდება დედასთან ამ შემთხვევაში და რა ხდება იმ დედასთან, ვისაც ამ პერიოდში წონის კლება უნდა. კალორიული დეფიციტი ამ შემთხვევაში როგორ ითვლება? პირველი 6 თვე თუ მით უმეტეს ექსკლუზიურად ძულით იკვებაზეა ბავშვი, ექსტრემალური კალორიული დეფიციტი არის გამორიცხული დედისთვის. ოღონდ ეხლა შვიდად ვიღოთ, იმიტომ რომ რეალურად ლაქტაციის პერიოდში ფიზიოლოგიურად იკლებს ქალი კალორიებს, ცხიმს, რძის ხარჯზე, ლაქტაციის პროცესი არის ენერგეტიკულად მდიდარი. ძალიან ბევრი ენერგიას ახარჯვინებს ეს ორგანიზმი, ზოგიერთ წყარო მეუბნება რომ დღეში 350, 400, 550 კალორიით იზრდება ენერგიის დანახარჯი. 550 კალორია არის ერთი ძლიერი ვარჯიში. 550 კალორიის დეფიციტი არის ის დეფიციტი, რასაც შენც ეხლა უნდა მისდევდე კვებისას თუ წონის კლება გინდა. კი არის და 800 კალორიან დიეტაზე. არამედ 500 კალორიის დეფიციტი ის მაქსიმუმია ქვედაზღვარი, სადაც შენარჩუნებად შედეგს მივიღებ. მაგ კალორიულ დეფიციტში დედის ორგანიზმი ისაც მიისწრაფვის რომ მოიქცეს. ამიტომ ვიცით რომ ფიზიოლოგიაა წონის კლება ორსულობის შემდგომ, პირველი 6 თვე გამორიცხულია რამე რადიკალური ცვლილება და
შემდგომ უკვე სწორი მოლოდინები მჭირდება, შემდგომი უკვე 6-დან უფრო სწორად იქნება ნათქვამი 8-დან 10 თვემდე, მაქვს გეგმაში მომატებული წონების დაკლება, რაც დამრჩა ორსულობის შემდგომ და ლაქტაციის პირველი 6 თვის შემდგომ. 6, 8, 10 თვე შუალედი მჭირდება პირველი 6 თვის შემდგომ მოლოდინების მართვა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იცი რა ხდება სოციალურ ქსელში, მოლოდინი არის 1 კვირაში 10 კილოგრამი. და პოსტნატალურ ვიტამინებზეც ვიკითხავ აქვე, იმიტომ რომ ეს მარკეტინგულად მე მგონი კარგად არის შეფუთული, პრენატალური სანამ გავაჩენ, პოსტნატალური რო აი უკვე ლაქტაციაზე და პედიატრებიც ნიშნავენ აქტიურად და არის ამაზე რომ იცი რა შენ გჭირდება ეხა დიდ ენერგიას ხარჯავ და აი ბავშვს მიაქვს ყველაფერი და ასე შემდეგ და რეალურად საჭიროება აქაც იგივეა, ვთქვათ, ინდივიდუალურია თუ მაინც რადგან ბავშვს მიაქვს ეს რაოდენობა გარკვეული ვიტამინების და მინერალების, მე უნდა მივიღო ეს როგორც რაღაცა რუტინაში ჩავსვა ეს ვიტამინები, როგორც დედამ ვთქვათ. ნებისმიერი დანამატის ორგანიზაცია, რომელიც თანხმდება რომ დანამატები ზოგადად ბენეფიტურია, ვისაც ჭირდება, იძახის ყვება პირველი პრინციპი. ყვებით რას ვერ ვისვებ, ჭირდება დანამატები. უმრავლესობა მულტივიტამინური დანამატები, მათ შორის ფორმულები დედისთვის, კაცისთვის, მენოპაუზის შემდგომ, მშობიარობის შემდგომ, არის ხოლმე ჭკვიანური კომბინაციებით აწყობილი და მერე ყველაფერი მარკეტინგი რაც წინ მოსდევს ლამაზი, ქალისთვის მისაღები, ვარდისფერი, კარკოლოფში და ასე შემდგომ. პოსტნატალურად, ანუ მშობიარობის შემდგომ ამ მულტივიტამინური ფუნქციები, უბრალოდ დანამატები უფრო მეტად უსაფრთხოა და ბენეფიტური იქნება თუ არა დამოკიდებულია მჭირდებოდა თუ არა საერთოდ. ანუ უსაფრთხოების ნაწილი აქ უფრო მეტად მაქვს, გული უფრო მშვიდად მაქვს, მჭირდება თუ არა ამაზე პასუხი არის გაჩნია როგორ იკვებები, მეტად მშვიდად ვიქნებოდი იმის გავს დროს დანამატების მიღებაზე, მაგრამ მე კითხვა ისმის ფულს ყრი და თუ მჭირდება. ეს უკვე გამოსარკვევია ადამიანის ინდივიდუალური კვების რაციონიდან და აქაც ინდივიდუალურად მივყვებით, მაგრამ მშვიდად მაინც ვარ, რომ ის რისკები რაც მქონდა ტოქსიურობის, რომელმაც მე შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს, აქ ნაკლები მაქვს. კი ბატონო. ალერგენების რისკი რამდენი აქ ანუ არის ჩვენთან გავრცელებული, რომ თითქმის წვნიანებზე ყავთ დედები ოჯახის გამოცდილ წევრებს შედარებით, რომ იცი რა, ეხა შენ ეს ნიგოზი არ ჭამო, კვერცხი არ ჭამო, ბავშვს ააყრის, ბავშვს ეს მოვა, ბავშვს ის მოვა. რამდენად არის ეს მითი, რამდენად პირდაპირ კავშირშია დედის რძე ალერგენები რამდენად გადადის, რა სახის დაკვირვება სჭირდება დედას და უნდა შეიზღუდოს თუ არა რაციონი, იმიტომ რომ მე ვიცი მართლა ჩემ გარშემო ყოფილა შემთხვევები, რომ უთქვამთ მე მარტო ბულიონებზე ვარ და ხორცსაც არა რა, ნახარში და სტაფილო შიგნით. ყველა მსგავსი შეზღუდვა მიექანება დედის ნუტრიენტული დეფიციტისკენ. არც ერთი კვლევა არ მეუნება დედის კვების შეზღუდვის საჭიროებას, იმიტომ რეალურად ალერგენების დიდი ნაწილი იფილტრება და არ აღწევს დედის რძეში. მცირედი შემთხვევები მაქვს, როდესაც ეს არის საუბარი 0.3%-ზე, როცა მაგალითად ალერგია, რომელიც ბავშვს განუვითარდებოდა ძროხის რძეზე, აქვს იმ ცილებზე, რომელიც დედის რძესგან მიიღო, რომელიც არის ძალიან იშვიათი, მაგრამ არსებობს. ვაკვირდები, რამდენად მწვავეა ბავშვი ეს სიმპტომები და კითხავს, რომ სხვა რამე მხოლოდ გამოიწვია. იმიტომ რომ თუ არის აქვს მწვავე და დაგვიანებული გამოვლინებები ალერგიის, ამ დროს პედიატრია ჩართული და საზრუხოს დედის კვება მხოლოდ გამოიწვია. თუმცა ძირითად შემთხვევებში ციტრუსი არ მიიღო, პომიდორი არ მიიღო, თხილაული არ მიიღო, ბავშვი შეიბერა, ეხა მაგიტო ტირის და მაგიტო არ ძინავს. უფრო მეტად არის ბურთზე მკითხაობა ან ყავაში, ვიდრე ნუტრიენტული ფაქტი და მიისწრაფვის დედის ნუტრიენტული დეფიციტისკენ. და პირიქით, მეტიც უფრო სწორად, ბავშვის რაციონში ალერგენების ბჭყალებში, ანუ მეტად ალერგიული პროდუქტების რაც არის, თხილაულ-თესლაული ზღვის პროდუქტი, კვერცხის შემოტანა ხდება კიდევ უფრო ადრე. აქამდე იყო რაც უფრო დავაგვიანებ ალერგენის შემოტანას ბავშვის რაციონში, მით უფრო არ განუვითარდება, პირიქით შედეგი მივიღეთ. 4-დან 6 თვის ასაკამდე იწყება ბავშვის მყარი კვების ინიცირება, მისი მზაობისამებრ და ნელ-ნელა თავიდანვე, რაც უფრო მალე მით უფრო უკეთესი, შემოდის შედარებით ალერგიული პროდუქტები და კვლავები გვგონება, რაც უფრო ადრე ხდება ინიცირება, დამცველობითი ფაქტორია სამომავლოდ მართლა ალერგიული რეაქციის განვითარების. ამიტომ შეიცვალა დამოკიდებულება, ბავშვის კვება, მყარი კვებით იწყება 4-დან 6 თვემდე მზაობის მიხედვით, 6 თვეს თუ არ გადაცილდება იქნება იდეალური. მათ შორის ალერგიული და ეს გახშირებული შემთხვევები ალერგიის, იმიტომ რომ ადრე თითქმის ამბობენ ამას, ვიცი რა ჩვენ არ გვესმოდა და ახლა რაღაცა ყოველ მეორე ბავშვს
ესეთი სტატისტიკა ეხა ყოველ მეორეს არა, მაგრამ ხშირად გვესმის მიწისძვრაზე აქვს ალერგია, კვერცხზე აქვს ალერგია, ეს ხომ არ არის სადღაც იქიდან გამოწვეული, რომ შიშით და შეზღუდვით ვზრდით უფრო ამ საუკუნეში ჩვენ ბავშვებს და ვიდრე აქამდე. ორი ფაქტორი იქნება, ერთი ეს ინციდენტები რო დიაგნოსტირდა აქამდე არავინ მართავდა იქიმს და არ იცოდნენ რა იყო როცა ბავშვი შეიბერა და მეორე მათ შორის შეიძლება იყოს გამოწვეული მეტი შეზღუდვებით ვიდრე სარგებელი, ანუ შეზღუდვა მეტი უარყოფით მომიტანა, ამის კვლევები და სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ არ არის უაზრო მსგავსი ფიქრი, იმიტომ რომ მეტი შეზღუდვა მით უმეტეს თუ პირველი შვილია, აბა რამე სადმე ფეხი არ დამიცდეს და მშობლის მესმის, იმიტომ რომ ვერ იძინებს იმაზრით, იმაზე ფიქრით, ნაკლებად ჟურნავს თუ ზედმეტი ხო არ მოსდის. და აი ამ ციკლშია ჩართული, მე გახსნის სოციალურ ქსელს, ამოურდება ბავშვს ეაჭამე, მე ჩამოსქროლა არ აჭამო, მე ჩამოსქროლა ბავშვი რატო ყავს საერთოდ და ესეთ ემოციებშია მთელი დღე სოციალურ ქსელიდან მე მისდის სახლში და ბებია და ბაბუა თავის გამოცდილებას უზიარებენ, თავის და ქალის შვილს ხელხა გამოცდილება აქვს და ამ ქაოსში გვიწევს გამორკვევა მართალის და მითის რომელიც თავი დაბრკოლებაა ჯანსაღმოქმედს. ეს იყო ჩემი მიზანი იდეაში, რომ ამ პოდკასტის გადაცემით და ნებისმიერი ეპიზოდი იყოს იმისკენ მიმართული, რომ ეს ფუფუნება რაც ინფორმაციულად გვაქვს ჩვენ, რომ ხელმისაწვდომია, ძალიან ბევრი სახის ინფორმაცია, მაგრამ ვერ გაიგებ ეს კომფორტი სინდრომი რეალურად გვაზარალებს თუ სარგებელია ჩვენთვის და ამიტომ ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად დაიხვეწოს მაყურებელი მსმენელი ისე, რომ შეძლოს ამის გარჩევა რაღაცნაირად წყაროს გადამოწმება, რა ვიცი, სხვადასხვა კვლევის წაკითხვა, როცა იციან ენები, მაგრამ რაღაც უფრო ჯერა TikTok-ზე ნაცნობი სახის და მოწოდებები, რომელიც აი მართლა ურთიერთგამომრიცხავია, მათ შორის აი ცელიაკია მახსენდება, რაზეც ძალიან ხშირად მესმის ესეც ალერგიებთან ერთად და ნუ არ ვიცი, შეიძლება ადრე დიაგნოსტიკა არ ხდებოდა და ეხლა უფრო, მაგრამ ისიც მესმის, რომ შეცდომით დაუსვეს. და რა ხდება ამ დროს, შეცდომით შეიძლება დაუდგინდეს ადამიანს ცელიაკია. ხო, ეს უკვე ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ცელიაკიის დამადასტურებელი ტესტი, რომელიც არის დაავადება, ან აუტოიმუნური დაავადება, მსოფლიოში გავრცელების სტატისტიკა არის დაახლოებით 1-დან 3%-მდე გააჩნია რაწყაროს დაუჯერებთ, რომელიც არ არის ხშირი, მაგრამ არც ისეთი დაავადება, რომელსაც ვერცად ვერ შეხვდებით. მათ შორის საქართველოში არსებობს ცელიაკიის მშობელთა ასოციაცია, რომელმაც შეძლეს, რომ უგლუტენოსაკოებზე ქონოდათ სტომა ბავშვებს, რაც იდეალურია, იმიტომ რომ ცელიაკიის დროს გლუტენი არ არის მხოლოდ შებერილობა და ვაიმე რაოჭამე, ეს არის მულტისისტემური, მთელ ორგანიზმზე გავრცელებული პრობლემები, მაგრამ ცელიაკიის დაავადების დიაგნოსტირებას სჭირდება სპეციფიკური ტესტები და მხოლოდ სიმპტომებით ვერ მივდგებით, იმიტომ რომ შეიძლება მქონდეს ალერგია ხორბალზე, გლუტენის სხვა უტანილობები, ან ცელიაკიის დაავადება. შესაბამისად ხდება დიაგნოსტირება არასწორად, ან ექიმი ვარაუდა უბრალოდ გააჟღერა, დედამაღი რომ მართლა ჭირსო და მე რეთქოს რომ აღარ ჭირს, როგორც ეს ხდება ხოლმე თან იმდან ესეთი ნეგატიურ ემოციებს ისე აღვქვამთ, რომ აი გვჭირს, არ გვჭირს, მაგრამ როცა ტესტმა არ დაადასტურა. ორივე ფაქტორია გასათვალისწინებელი და ცელიაკიის დაავადების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლუტენის ამოღება რაციონიდან, გლუტენის შემცველი პროდუქტის, ან და პროდუქტის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, ესე აწერია. რო გადმოატრიალოთ ეტიკეტს, შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს. კვალი მათ შორის, ხო. და რამდენად ეს გლუტენის დემონიზირება სხვა, ვისაც არ აქვს ცელიაკია, რამდენად შეიძლება რომ ბავშვს შეუზღუდოს გლუტენი მშობელმა, როცა რა მიზნობრიობა აქვს ამას, რა ამოძრავებს ამ დროს მშობელს, იმიტომ რომ მსმენია ესეც სოციქსელში რა, რომ იცი რა უგლუტენოა და ჯანსაღია. სწორია ეს მიდგომა? გლუტენი არის ცილა, რომელიც ცილაც არის ქერში, ხორბალში და ჭვავში და დამთავრდა. და ამასობაში მისგან მაგალითად მანის ფაფაში, რომელიც პურის პროდუქტიდან არის დამზადებული, ხვდები გლუტენს. ეს ცილა პრობლემა ცელიაკიის დაავადების დროს, ასევე პრობლემა ადამიანებს უკვე აქვს საშუალებელი სისტემის დაავადებების, მანთებით პროცესები თუ სხვა, მაგრამ თითქმის არასდროსაა პრობლემა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის. შერეული აზრი არსებობს, მეცნიერების ნაწილი იძახის, რომ გლუტენით მდიდარი კვება შეიძლება პოტენციური რისკის სამხსვრელი იყოს, თუმცა ამასობაში უყურებთ ცელიაკიის დაავადებას, რომელსაც სრული გენეტიკური წინასწარ აქვს და მისი წარმოშობის ნაწილი ისეთია ჯერ კიდევ გაყოფილი აზრები. ერთადერთი ნაწილი, რასაც ვიტყოდი გლუტენის ამოღებაზე არის, რომ არ არის საჭირო მის შეზღუდვა,
მანამ სანამ არ არსებობს რომელიმე სხვა აუტოიმუნური პროცესი ორგანიზმში, აქაც მეცნიერების აზრი ორად იყოფა, ან მაგალითად ტიპი 1 დიაბეტთან ხშირად არის ხოლმე შეჭიდული გლუტენის დაავადება და თუ ტიპი 1 დიაბეტი აქვს ბავშვს და არ აქვს ცელიკის დაავადება, მოდი გლუტენი ყოველ შემთხვევაში ამოვიღოთ. რომელსაც კვლევები ჯერ ვერ გვიდასტურებს, მაგრამ აზრი არსებობს სამეცნიერო საზოგადოებაში. ეხლა ჩვენაც გვჭირს მოშორებულია სამეცნიერო საზოგადოებას და არის ცოტათი მოდა, ცოტათი ასევე შიში რომ რამე არ ვავნო, რამე იყოს, მაინც გლუტენი ვაჭამო ყოველ შემთხვევისთვის, რომელიც ართულებს კვების არჩევანს მშობლისთვის, ზრდის სამჯერ კვების ფასს და ამასობაში მეც სტრესს შემოგვაქვს, რომელიც არ გვჭირდება და ჯანსაღყოფაში არ გვჭირდება დამატებით სტრესებია. მე შემოდის ხალხი, რომელსაც გლუტენი აღიქვამს როგორც დიეტის ტიპს და ამასობაში არ ვიცი სიახლეს და გლუტენო ყავას თხოვს ხოლმე კაფეში და რა უნდა გლუტენს ყავაში ამის კითხოს არ თუმცა ხო არა მოდური გახდა რომ იცი ეს გლუტენოა რაღაცნაირად კარგთან ასოცირდება და უფრო ჯანსაღთან რაც არის არასწორი და ნამდვილად მნიშვნელოვანია რომ მართლა დამატებითი სტრესი ისედაც ამდენი რაღაცა საკვების არიდება გიწევს მათ შორის მივადგები ახლა შაქარსაც და ისედაც გიწევს მშობელს რაღაცების დაკორექტირება კიდე დამატებით გლუტენზე და პურზე და ისე ძალიან საბაზისო პროდუქტებში შედის რომელიც ყოველდღიური მოხმარების არის და კომფორტულია ბავშვისთვის დამატებითი აკრძალვა ნამდვილად და სტრესი რომელიც ხშირად და უხშირესად უფრო მეტად საერთოდ არ არის ხოლმე საჭირო და აზრს არის მოკლებული. შაქარს მივადექით, ახლა გაიარა ბავშვმა ეს ლაქტაციის პერიოდი, შემოდის აქ მყარი კვება, რომელიც 6 თვიდან ეს არის დამატებითი და წამყვანი მაინც რძეა და შემდეგ შემოდის რაღაცნაირად ცოტა დაგემოვნების სხვადასხვა სტრუქტურის გამო და ასე შემდეგ. ვასინჯებთ, ვაგემოვნებინებთ სხვადასხვა გემოს სტრუქტურის საკვებს და მერე უკვე როცა წამყვანი უნდა გახდეს ეს მყარი კვება, რა ხდება ამ დროს? რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ისე განვითარდეს ბავშვის კვებით ჩვევები და მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც შევხვედრი ვარ ჭარბიწონის პრობლემით ყოველთვის რაღაცნაირად იწყებენ რომ მე ბავშვობაში და აქვს რაღაცნაირად ერთი ისტორია ყველას როგორ ან უკრძალავდნენ და ამიტომ ქონდა შემდეგ გაძლიერებული მადა და ინტერესი საკვების მიმართ იმიტომ რომ ვთქვათ ბავშვობიდან რაღაც ცოტა უფრო ფუმფულან ან პირიქით ბოლომდე ჭამე რას გავხარ გამხდარი ხარ მოაპრიალე და ასე შემდეგ ორივე ვარიანტი არის თავსმოხვეული, ხო, რეალურად და ჩარეულია მშობლის და ოჯახის და იმ პატარა მიკროსოციუმის ფაქტორი, შემდეგ რაც განაპირობებს ჩვენ როცა ვიზრდებით, ჩვენ დამოკიდებულებას საკვებთან, ჩვენ ჩვევებს ყოველდღიურს და რა ხდება ამ დროს, რა შეიძლება წინასწარ, როგორც მშობელმა ვიცოდე და გავითვალისწინო, რომ ეს ფუფუნება რეალურად, როცა ბავშვს კარგ ბაზას უქმნი, კარგ კვებით ჩვევებს უქმნი, მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია მერე ჯანსაღი არჩევანის გაკეთება, ხო? რა შეიძლება პირველი მშობელმა ყველაზე პატარა ასაკში მოიმოქმედოს ამისთვის? აქ მჭირდება ორი რაღაცის ცოდნა. პირველი ქცევითი ნაწილის და მეორე ნუტრიციოლოგიის ნაწილის. ქცევითი ნაწილის ცოდნა მჭირდება იმაში, რომ რაც უფრო ადრე იქნება ბავშვის კვება ინიცირებული თავადვე არჩევის პრინციპით, ანუ რამდენიმე პროდუქტი იქნება ბავშვის შესავაზებული მისი ასაკიდან შესაბამის სტრუქტურაში, რომ არ გადაცდეს თხილი და მაგალითად მცირე ზომის თხილაუთესლოვანი არ გადაცდეს 6 თვის ასაკის ბავშვს. შესაბამის სტრუქტურა, მაგრამ მრავალფეროვნება. დავიწყებ ბავშვისთვის შეთავაზებას იმ მრავალფეროვანი პროდუქტების, რომლიდანაც ყველა ჭირდება. ვიცოდე რას ვიღებ რაციონიდან, არ ვასინჯებ და ამასობაში არ მოხს რაციონში ეს არის დამატებული შაქრები, დამარილი 2 წლამდე არ მჭირდება. ამასობაში ყველაფერს ვასინჯებ, რაც მჭირდება, რაც უფრო მრავალფეროვანია, იდეალურ შემთხვევაში ჩემთან ერთად თამაშობ საკვებით და არ უშლი მას თვითონვე საკვების თამაშებ, საკვებით თამაშს ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება გაფუჭდეს და გადასაგდები იყოს, მაგრამ კომუნიკაციის შემოყალიბების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქცევითი რა უნდა ვიცოდე ქცევის ნაწილში ერთ-ერთი მაგალითია მხოლოდ. რა უნდა ვიცოდე ნუტრიციოლოგიის მაგალითში ერთ-ერთი მაგალითია, რომ ამჭირდება დამატებული შაქრები და მარილი ბავშვის რაციონში და ამასობაში უნდა ვიცოდე მისი ენერგიის საჭიროება, უნდა ვიცოდე, რომ როცა გაიზრდება ნელ-ნელა უკვე და იქნება მუზარდი, ჩემზე მეტი კალორია შეიძლება დაჭირდეს არ გამიკვირდეს თუ მართლა სულშია და საჭმელს თხოვს. აი ამ ცვლილების გზაზე თითოეულ ასაკის ჯგუფს აქვს თავისი დაბრკოლებები. აი ეს თითოეულ ასაკის დაბრკოლებები, როგორც ეს ყოველთვის მოიცავს ხოლმე ნუტრიციოლოგიის და ქცევის ერთიანობას და ნუტრიციოლოგიაში რაც უნდა ვიცოდე, რას არ მოусმინო. როგორც ჩვენ თქვენ წეგან, უნდა ვიცოდე ეს ინფორმაცია პრაქტიკულია და სწორია. თუ სწორია, მაგრამ არაპრაქტიკული. ინფორმაცია შეიძლება იყოს სწორი, მაგრამ არაპრაქტიკული.
და მისი დანერგვა ცხოვრებაში არაფერს მიცვლდეს, გარდა სტრესს მატებდეს და ამასობაში მეტ ფინანსურ ზეწოლას. ესეთი ინფორმაციის გაფილტრა უნდა ვისწავლო და შენახსენე რომ უნდა დაიწყოს ხალხმა ძებნა, ან ცნობიერება უნდა ამაღლდეს. პირველი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლების გზაზე არის კითხვის დასმა. თუ ისწავლის ადამიანი რა კითხვები დასვას, გაუმარტვდება ინფორმაციის გაფილტრა. იგივე ხდება მე საკუთარ თავთან კომუნიკაციისას, იგივე ხდება ბავშვთან კომუნიკაციისას. ეს არის ის ნაბიჯები, რომელსაც უკვე ბავშვმა გაიგარა ძუძუკვების პერიოდი, ძირითადად ყარსაკვებზე გადაერთო, ჩემთან ერთად თამაშობს საკვებით, ჩემთან ერთად ამზადებს და რაც შეიძლება მეტ გემოსინჯავს, რაც შეიძლება ადრე. იმიტომ რომ მივდივართ ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად ჭირვეული მჭამელის კონცეფციამ და სადაც ვიძახით რომ ჭირვეული მჭამელის გამოსწორება იწყება 5 წელიწადნახევრით ადრე, როცა აი ამ გარდამავალ ფაზაში იყო და იდეალურ შემთხვევაში ხა ამ პოდკასტის მეს ხალხი როცა ორსულადაა და უკვე ითვალისწინებს რაღაცებს, მაგრამ ესე არ ხდება, იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ამიტომ ჭირველ მჭამელებსაც გვაქვს კონკრეტული რჩევები, რომელიც არის ნდობით განპირობებული და ბავშვთან კომუნიკაციით განპირობებული გასინჯვა და არა დაძალება. რომელიც მე ანგრევს საერთოდ ნდობას და ბავშვს შორის და რჩება იმავე შემწირი რაციონით ბავშვი მთელი ცხოვრება. კი, თან სხვანაირად იყო მოწოდებული, მაგალითად 10 წლის ჩემი უფროსი შვილის შემთხვევაში არ იყო ასე, რომ რაც შეიძლება ადრე, რაც შეიძლება ბევრი პროდუქტი გაასინჯა, იყო რა შემოდიოდა 6 თვეზე, რა შემოდიოდა, რომ მე ძალიან ისე ათოსანივით მივყვებოდი ამ ყველაფერს და ნუ ვადარებ, ძალიან დიდი სხვაობაა, როგორ კარგად მოქმედებს ბავშვზე, რომელსაც თავიდანვე სხვადასხვა სტრუქტურებთან აქვს შეხება, გემოს რო თავი დავანებოთ, სტრუქტურებზეც არის რა, აქ სენსორული ამბავიც შემოდის და როგორ შემიშალა ხელი რეალურად მაშინდელმა მოწოდებულმა, ძალიან ისე დავარცხნილმა, დასაბუთებულმა ინფორმაციამ, რომ შემდეგ გაემრავალფეროვნებინა ჩემს უფროს შვილს ყვება და ნუ რამდენი ჩარევები და ამბები და კალკულატორი მჭირდება იმისთვის, რომ ეხლა მიიღოს საკმარისი ცილა დღიურად. ძალიან რთულია ამ ინფორმაციულ ზღვაში გადარჩე და მართლა გაიკვალო გზა, როცა უკვე მოხდა ეს და ვთქვათ, არ გავასინჯეთ, იმიტომ რომ არ იყო მოწოდებული, სხვანაირად დაბლენდერებულით ვიწყებდით კვებას, მე შემოდიოდა 6 თვეზე, სხვა რამე 9 თვეზე და იყო ესეთი ძალიან მკაცრად გაწერილი, ხო? აი ხა რა ვქნათ, ვთქვათ, მათ ვინც ეს ყველაფერი გავაკეთეთ 5-იანზე, 10-იანზე და რეალურად მივიღეთ ის, რომ ეხლა გვყავს ჭირვეული მჭამელი, მაგრამ თან აქ შემოდის კიდე სხვა ფაქტორები, ქცევითიც, ხო? რომ უყურებს, ვთქვათ, იგივე საკეთებს სხვა, დიდად მე რომ ვთქვა, იშვიათია, უფრო იშვიათია კარგად და კომფორტულად მჭამელი ბავშვი, ვიდრე ჭირვეული. მგონი უფრო მეტი არის ჭირვეული მჭამელი ჩვენს გარშემო, ვიდრე ბავშვი, რომელიც აი ყველა საჭირო ნუტრიენტს და ნივთიერებას გემრიელად იღებს პროტესტის გარეშე. ასრულებით. ჭირველ მჭამელთა კომუნიკაცია ჯერ იწყება მშობლის სიმშვიდით. კითხავს რომ თუ რომელიმე საკობს არ იღებს. მაგ საკობ ჯგუფში რომელი ნუტრიენტია, რომლის დეფიციტის ქვეშ არის. მაგალითად, თუ მიირთმევს რძის პროდუქტს, მაგრამ ჭირვეულია ხორცზე, კითხავს რომ რა შეიძლება დამაგდას ხორციდან და მიუყვები ნუტრიენტებს. ცილას რძის პროდუქტიდან მიიღებს. არ ვიცი, რკინა, აქ მნიშვნელოვანია შემოვიდეს მაშინ პარკოსნები, მცენარეული წყაროები. ანუ ჯერ ნუტრიენტებს უყურებ და მე მშვიდდები. თუ მიირთმევს სხვა საკობ ჯგუფს, რომელშიც ეს ნუტრიენტებია, უკვე მშვიდად ვარ. და სიმშვიდით ვიწყებ, ოღონდ მირჩევნია რომ უფრო კომფორტული იყოს მასთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბევრი რამე გასინჯოს, ამასობაში ბევრი რამე მოიწონოს, რომელიც მერე დაიცავს ასაკის მატებასთან ერთად, წონის ან სხვა მეტაბოლური პრობლემებისგან. აი მერე უკვე როცა დამშვიდდები და თუ ვერ დამშვიდდი, კითხავს რომ მართლა ეს დეფიციტი აქვს და სანამ მე ჩემი გრძელვადიანი თამაშით ვეცდები შევაყვარო რაც აქამდე არ უყვარდა, ხო არ წავიდე და გავიკეთო იმ კონკრეტულ ნუტრიენტზე, ანალიზი, ვიტამინზე ან მინერალზე და ხوار შევავსო. აი უკვე დრო მოვიგე. რაც ნიშნავს იმას, რომ დაფიცება, შეშინება, ჯილდოს გამოყენება ტკბილეულით აღარ მჭირდება, იმიტომ რომ არ მეჩქარება, იმიტომ რომ მშვიდად ვარ. როცა მშვიდად ვარ და არ მეჩქარება, ვიწყებ ქცევითი ნაწილის განპირობებას რითი შემიძლია ჯილდო ჩართო საქმეში. ოღონდ ეს ჯილდო არ იყოს ყვება. და ახალი პროდუქტების გასინჯვა წავახალისო ბავშვში იმითი რაც ბავშვს უყვარს, ქმედებით, ნივთით ან აქტივობებით, თუმცა ეს არ იყოს ყვება. ანუ ბროკოლის შამა არ დავასაჩუქროთ ტკბილით. ხო, შეიძლება ბროკოლის შამა დავასაჩუქრო კარტინგებზე წაყვანით, რომელიც ბავშვს ძალიან უყვარდა და უნდოდა. რატომ არ ვასაჩუქრებთ? არ ვასაჩუქრებ საკვებით, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვისთვის ყალიბდება იერარქია, რომ ბროკოლი არის ტანჯვა, რომელსაც უნდა გაუძლო და შოკოლადი არის ჯილდო, რომლისთვისაც
ტანჯვის გაძლება ღირს. და საბოლოო ჯამში, როცა გაიზრდება და ხელი პირდაპირ ტკბილზე მიუწვდება შენი ჩართულობის გარეშე, აღარ ირჩევს ტანჯვა წამებას, ანუ ბროკოლს გადადებს გვერდზე და პირდაპირ სიამოვნების წყაროს მიადგება. ეს ასოციაციურად ებეჭდება რაღაცნაირად, ასოცირებულია ტკბილეული. ხო და აქვე მივადგები მაშინ ტკბილეულს, რას გვიშავებს რეალურად ეს ტკბილეული. თუ მე არ ვიცი, ხო ვთქვათ, არ გამიგია არასდროს რა შეიძლება დააზიანოს, ხო? ტკბილმა. რას მიშლის ახლა? ცოდუა ბავშვი. აი ბებია ვარ და ვაჟღერებ, ახლა მეცოდება კაცო სხვა ბიჭამენ და ეს ჩემი უყურებს, რა გავაკეთე? ვაძლევ ტკბილს, ოღონდ საუბარი 2 წელს შემდგომ დამატებულ შეკრებზე, ვაძლევ ტკბილს, ოღონდ დოზირებულად და კი არ ვაძლევ ტკბილს, მე და ივშამთ ერთად. ანუ მთავარი ფაქტორი არის კონტროლირებად გარემოში სანამ ყავს შვილი, არაკონტროლირებად გარემოში სანამ გადავა, ეს იქნება ბაღი თუ სკოლა, ჩემთან ერთადვე დაიწყოს გასინჯვა, ჩემთან ერთადვე დამაკვირდეს და ნახოს ზომიერების დაცვა როგორ უნდა და აქ მივდივართ რომ შობელმა ჯერ თვითონ უნდა გამართოს თავისი პრობლემები იმისთვის რომ ეფექტურად მართოს შვილის სხვა შემთხვევაში ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს დააკვირდება ბავშვი და იმაზე მეტად ჭკვიანია ვიდრე გონია არ იტყვის შენც არაფერს წახი მაგრამ ხსევას აკვირდება მეორე ნაწილი არის უკვე თუ უკვე გადასულია არაკონტროლებად გარემოში უკვე სკოლაში დადის იდეალურ შემთხვევაში ის არაკონტროლირებადი გარემო უნდა გავხადოთ ჯანსაღყოფასთან რაღაც ასოცირებაში რას გულისხმობ ჯანსაღყოფა არ უნდა იყოს ტანჯვა შეიძლება იყოს სოციალური ღონისძიება ანუ ეხლა მით უმეტეს უფრო მეტად შემოდის ცნობიერება ბავშვებშიც ბევრი ჩემი ძმა რომელიც არის დასრულებასთან ახლოს ვარჯიშობს ცილის დანამატსვამს იცის რამდენი უნდა მოიმატოს იცის ბოჭკორა არის ანუ ცნობიერება ამაღლებულია რა ძალიან კარგია იცის რომ არ უნდა გააკეთოს დიეტები და ესეთი მიმართებით უკვე ჯანსაღი არის მოდა რომელიც ამ ჭრილში კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ და მოდური არ ვიცი შეკრება მოვაწყოთ ბავშვები სადაც თავადვე არიან ჩართული აბა ყველაზე მაღალცილოვან პროდუქტს ვინც წამოიღებს იმიტომ რომ ბიჭი კუნთის მასას იმატებს ანუ ნახეთ სიჯანსაღი არის აბსტრაქტული ცნება მოზარდი ბიჭისთვის კუნთი არის ის რაც უნდა ამიტომ თუ დავაკავშირებ კვებას და იმას რაც მოზარდს უნდა ერთმანეთს იდეალური წყობა. ხო, იმ მომენტში ის სტიმული მუშაობს რა. იდეალურად მუშაობს და ამასობაში მეტად გასინჯა და ამასობაში შეიძლება მოიწონოს და ამასობაში სამეგობროში ყველას ეგ მიზანი აქვს. ამიტომ რეალურად თუ აქამდე ჩემი ძმისთვის ცილის მიღება პრობლემა იყო, მაგრამ ვიცოდი რომ სხვა წყაროებიდან მაინც იღებდა ცილას, ვიყავი მშვიდად და ეხლა ისეთ გარემოშია, სადაც ყველას კუნთის მასის მატება უნდა, დაიწყეს ვარჯიში და ამასობაში დაიწყო მეტი ცილის ჭამა და ზოგადად ძილის გამოსწორება. ანუ გრძელვადიან თამაშში შევდივარ უკვე ბავშვთან ვისთანაც იმ დროს ვერ დავნერგე სწორი ნაბიჯები, როცა გარდამავალი პერიოდი იყო. და აქაც უწყობს სიმშვიდით. ხო. და ეს სიმშვიდე რამდენად ხო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვეხმარება სიმშვიდე, იმიტომ რომ ბავშვი ყველაზე კარგად გრძნობს და მე შემდეგ ამითივე манипуლირებს, გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. მაგრამ აი ჩემი აზრია ესეთი და რამდენად სწორი არ ვიცი, რომ ახსნა თუნდაც ძალიან პატარა ბავშვთან, რომ იცი რა, ეს არის ტკბილი, ეს შენ არ გეჭმევა, ან ეს ძალიან ცუდია და ამ დროს მაქვს თაროზე შემოდებული. ან იცი რა, რაღაც დემონიზება თუ ამით შეშინება. სწორია რომ ავუხსნა 3 წლის ბავშვს. მე მაგალითად მეთოდი მაქვს რომ არ ვუკრძალავ, სახლში არ მიდევს, მაგრამ თუ მთხოვს ვყიდულობ და ვყიდულობ ერთ შეკვრას 3 ბავშვისთვის მაგალითად. და არ ვუწყებ ახსნას რომ შენ ეს არ ჭამო, იმიტომ რომ ცუდია. არიან ბავშვები მინახავს, ვინც აქეთ გეტყვის, რომ იცი რა, ეგ ტკბილია, არაჯანსაღია და არ ჭამო. რა ხდება მათ შემთხვევაში, როცა იზრდება ეს ბავშვი? ორი შემთხვევა ხდება, იწყებს ტკბილის გასინჯვას, მოწონს და არაჯანსაღს აღარ აკვირდება, იმიტომ რომ არაჯანსაღი არაფერს ნიშნავს მისთვის და ტკბილია და მოწონს და დამთავრდა. თან მეორე შემთხვევაში იცის რომ უყვარს ამასობაში უკრძალავენ და იწყებს კომპენსატორულად მეტის მიღებას. კითხვაზე ვიწყებ თუ არა ბავშვის ახსნას? პასუხია ვიწყებ, ოღონდ რის ახსნას? იმისას რომ არაჯანსაღია და არ უნდა ჭამო, არა, ეგ ზედმეტ აბსტრაქტულია და ამასობაში არასწორია გააჩნია კონტექსტს. თუ ვებხვი მომსდევს, ტკბილი მჭირდება რომ გავასწრო. ამიტომ თუ გააჩნია კონტექსტს, ამ კონტექსტის ბავშვიანაზე შემოტანა შეიძლება განსხვავებული ასაკიდან და დამოკიდებულია ბავშვის განვითარებაზე და მის კომუნიკაციაზე როგორ შემოდის. ანუ იდეალურ შემთხვევაში იმის ახსნა, რომ ის, რასაც ეხლა შეჭამ, მოგცემს ენერგიას და მე და შენ ეხლა თუ ამ შოკოლადს შევჭამ, დავდგეთ და 10 წუთი ერთად ვირბიოთ გარეთ ფეხბურთი ვითამაშოთ, მაშინ მშვენიერია. მაგრამ თუ ეხლა მე ვსჭამე და ამასობაში არ ვიცი, გარეთ გასასვლელი არ მაქვს ნახე როგორ ვარ მამა, ნახე დედა შევჭამე ახლა, კარგად ვარ, ბედნიერ ვარ და ახლა მომეძინა ისევ.
ანუ ქცევასა და შედეგს შორის არ უნდა იყოს ჯანმრთელობა, უსასრულობა, ასაკის მერე ეს მოგივა. იმიტომ რომ ძალიან შორია კავშირი იგივე მიმართება ადამიანები, ვინც სიგარეტს მოიხმარენ, მათთვის რატომ არაფერს ნიშნავს წლების შემდგომ მიღებული პრობლემა. იმიტომ რომ დაშორებულია. მე მჭირდება შედეგი, ქცევასა და შედეგს შორის სწრაფი კავშირის დანახვა. ეს სწრაფი კავშირი შეიძლება იყოს ახსნით ბავშვურ ენაზე და ამასობაში თქვა რომ ეხა შოკოლადს ჭამ, მე ვჭამ, შენ ჭამ, მაგრამ იცოდე რომ როცა შევჭამ, წავალ და ვირბენთ. ამასობაში ბავშვი ვიზრდება და სპორტზე დადის და იცის და ხვდება რომ სპორტზე მისვლამდე 9 საათი ადრე შოკოლადის ჭამა უფრო ენერგიას მიცემს, ვიდრე დაძინებამდე 100 წუთი ადრე. სადაც არ ჭირდება ენერგია. ხომ ისთვის რაღაც ბედნიერებასთან და ჯილდოსთან თუ არ ასოცირდება და ზუსტად რაც არის, ანუ სწრაფ ენერგიასთან. ამ შემთხვევაში უფრო დარეგულირებული აქვს სავარაუდოდ მას ურთიერთობა მე ამ ტკბილთან და ზოგადად ჩაქრებთან. და აი აქვე შემოვიდან მაშინ ძალიან ასევე აქტუალურ და შაქართან დაკავშირებულ თემას, როცა ბავშვს იგებს მშობელი, რომ ბავშვი არის ინსულინ რეზისტენტული. შიში არის, რა თქმა უნდა, აქ მერეთან ბევრი მითი შემოდის, ეხლა ვეღარაფერს შეჭამს, რა უნდა ვაჭამო. ამ დროს ექიმი თავს იზღვევს, რომ ეს კომბინაციები კი არა უხსნას, ვთქვათ, რასთან ერთად შეიძლება რასთან ერთად მიირთვას, რომ ნაკლები გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, სპაიკები ასე შემდეგ, არამედ იზღვევს თავს და ეუბნება, რომ აი კარტოფილი არ ჭამო, ბრინჯი არ აჭამო, ეს არ აჭამო, ისე და რა ვაჭამო, დგება მშობელი და კითხვას სვამს და ვერ იღებს ისევ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში რა ხდება? რეალურად ჯობია რომ ისწავლოს მშობელმა ის კომბინაციები და დაუბალანსოს ბავშვს რაციონი თუ როგორ უნდა აუხსნას, რომ ვთქვათ, შენ ეს არ გეჭმევა, იმიტომ რომ ავათხარ, რამდენად სწორია ეს. ხო, ინსულინ რეზისტენტობის პრობლემა, რომელიც დიდია საქართველოში, მათ შორის მოზარდებში. და რატომ? ასოცირებულია ბევრ ფაქტორთან, მათ შორის გენეტიკურ წინასაწყობასთან, რომელზეც დღეს არ ვისაუბრებთ, უფრო მეტად გარემო ფაქტორზე რო ვისაუბროთ, წამყვანი პრობლემა, ეს არის ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ჭარბი კალორიების მიღება და ჭარბი მარტივი შაქრების მიღება, თუ ეს ყველაფერი ერთად მოექცა ამასობაში ფიზიოლოგია, მოზარდობის დროს ბავშვის ორგანიზმი ფიზიოლოგიური ინსულინ რეზისტენტობისკენ მიწრება აქვს, ეხლა საინტერესოა, მზარდი ორგანიზმა იცის, რომ შაქარი, რომელიც ენერგია ჭირდება და სისხლში ამ შაქრის დონეს მუდმივად შედარებით მაღალზე ინარჩუნებს და უჯრედებს შედარებით ინსულინ რეზისტენტულ სხდის, იმისთვის რომ მუდმივად ქონდეს ცირკულირებადი ენერგია ორგანიზმში. რომელიც ფიზიოლოგიური, მაგრამ სწორედ ამიტომაა ძალიან ესეთი ოქროს შუალდი დასაცავი, რომ ამ ზრდის შემდგომ დასრულებისას ინსულინ რეზისტენტობა არ განვითარდეს, უკვე პათოლოგიური ინსულინ რეზისტენტობა ან არ დარჩეს. საშიში არაფერია, მანამ სანამ ვიცი საიდან არის გამოწვეული და როგორ მართო. ამასობაში ვიცი, რომ ინსულინ რეზისტენტობა არის შექცევადი პროცესი. სწორი ფიზიკური აქტივობით ჯანსაღყოფით ეს პროცესი უკან ტრიალდება. ამასობაში უნდა ვისწავლო აუცილებლად კომბინაციები, იმიტომ რომ არც ერთი უახლესი წამყვანი ორგანიზაციები არ მეუბნებიან ნახევარწლების შეზღუდვას ინსულინ რეზისტენტობის დროს, მეუბნებიან დროისა და ნახევარწლების სახის შეცვლას და მით უმეტეს მოზარდისთვის 800 კალორიანი დიეტები, რაც იწერება ექიმის კაბინეტში თუ მის მიღმა, არის წამალი ბრჭყალებში ბავშვისთვის ასაკის მატებასთან ერთად არასწორი კვებითი ჩვევების განვითარების და პირდაპირ რეცეპტი კვებითი აშლილობების. გამოვრიცხეთ, მეტი ენერგია დრო ჩავდეთ ცოდნაში და ამასობაში ვიცოდეთ, რომ ეს ხდება. წარმოიდგინე ინსულინ რეზისტენტობაზე როგორი შეზღუდული კვების სტილი ნიშნება და წარმოიდგინე შენ რა ხდება თუ ბავშვს ტიპი 1 დიაბეტი აქვს. დღემდე არის სტიგმა, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებაში, მათ შორის მის მიღმა, მენეჯმენტირებადია, მათ შორის ტიპი 1 დიაბეტი, ინსულინ რეზისტენტობა, ეხლა ცოტა განსხვავებული თემები შემოვიტანე, მაგრამ რახან სტიგმაზე და სისტემაკ საუბარი, ყველგან ერთი მიდგომა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანი გაიგებს, მე თუ ვიცი, მაგრამ ბევრმა არ იცის. ამიტომ პროფესიონალი რჩევს, რომ ბოლომდე აკრძალოს, რომ შედეგი მიიღოს, რომელიც არ ამართლებს, არ გაუმართლებია და არასდროს არ გაამართლებს. ხო, გრძელვადიან პერსპექტივაში უარის, იმიტომ რომ ვიცი ადამიანები ალბათ ყველს გვსმენია, რომ იცი რა ექიმი მიკრძალოს, მაგრამ ჩუმად მაინც ვჭამ და რეალურად ვის უშავებს ამით, ხო? მთავარი არის, რომ ის აკრძალვა რაღაცნაირად იმდენად წინააღმდეგობაში მოდის, მე რომ საკუთარი ჯანმრთელობა გადააქვს უკანა პლანზე, იმიტომ რომ გაუსაძლისია მისთვის წლები და მით უმეტეს ჩემი აზრით ბავშვისთვის, რომელსაც უხსნის შენ რომ იცი შენ ეს არ გეჭმევა და იმაზე დროს არ გამოყოფ და არ უხსნი ამ ბავშვს, რომ თუნდაც იცი რა შეჭამოდი, აბა ცოტა ხანი ან ბუქნები გააკეთე, ან თითის წვერებზე აიწიე, ჩამოიწიე და რაღაცნაირად ანუ დარეგულირებადია ეს და მიდიხარ აკრძალვისკენ და ამ დროს გრძელვადიან პერსპექტივაში შემდეგ ვიღებთ იმას, რომ ბავშვი ერთი რომ ამ დიაგნოზით ცალკე შეშინებულია, იმიტომ რომ გარემო ყავს ესე ოჯახით შეშინებულია
და რეალურად ამ ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს ხო ამ შიშს, რომ რაღაც ისეთი მჭირს, რაც აი უნდა რა ვიცი, მიკრძალოს ყველაფრის ჭამას. მე ერთფეროვანი მენიუ მაქვს, ესეც ხოცალსახად მოქმედებს ჩემს ზრდაზე და განვითარებაზე მოზარდი თუ ვარ, რაღაცნაირად პირიქით მე ფიზიკური აქტივობის თავი აღარ მაქვს და ტრიალებ წრეზე, ხო? და ამ შემთხვევაში პირველი აი მესმის რომ ღრმად ვერ ჩავალთ მით უმეტეს ამ ხელა თემაა, მაგრამ აი რა სახის ინფორმაცია მოიძიონ? აი თუნდაც ის ნუტრიენტები, მაკრონუტრიენტების კომბინაცია, რომელიც მეჭმევა ის კარტოფილი თუ ვთქვათ ცილასთან ერთად მივიღებ, ხო? აი ეს პატარა ფორმულასავით რომ ვურჩიოთ. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ, იმიტომ რომ ამ მარტივი ქმედებით თქვენ ძალიან დაეხმარებით და მნიშვნელოვან საქმეს გაუკეთებთ ჩვენს არხს. პირველი ფორმულა არის კვების ჯერადობის გამართვა. დღეში არა 8 ჯერადი მცირე კვება, არამედ 3 ძირითადი კვება, 1 ხემსით ან 2 ხემსით. გავდივართ უკვე ძირითად კვებაზე, რომელიც არის მსუყე ნოყიერი, მაგრამ რაუნდედობა და ჯერადობა მაქვს დაბალანსებული. ეხლა ამ თითოეულ კვებაში მაქვს ნახშირწყლების წყარო და ზოგადად რაციონის 50% კალორიების უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებისგან მინიმუმ მოზარდისთვის. და საზღვრობ თეფშს, სადაც მაქვს ნახშირწყლის წყარო, იდეალურ შემთხვევაში არის ნახშირწყლის მთელმარცვლოვანი წყარო, ეს შეიძლება იყოს თეთრი ბრინჯის ნაცვლად, ყავისფერი ბრინჯი, თეთრი პურის ნაცვლად, შავი პური. იდეალურ შემთხვევაში ამას აქვს კომბინაციაში ცილა, ეს იქნება ცხოველური ცილა თუ მცენარეული ცილა და მოყვება ჯანსაღი ცხიმი. ეს ყველაფერი ერთად კუჭის დაცლის სიჩქარეს აგვიანებს და ამასობაში დამცავი ჟილეტია შაქრებისთვის, რომელსაც ნახშირწყლებისგან ვიღებთ, იმის რომ სისხლში გლუკოზის ნახტომი არ იყოს, არამედ იყოს გრადუალური აღმასვლა, რომელიც გვჭირდება და მე თავის წერტა დაბრუნება. ანუ ჯერადობას ვაკონტროლებთ დღის განმავლობაში და ცვლი კი არ ვზღუდავ ნახშირწყლებს, ვცვლი ფორმას და კომბინაციაში ვიუდებ ცილას და ცხიმს ერთად. მომადებ ხო. რამდენად ვთქვათ არის საფრთხე რომ ბავშვმა არ დაიცვას და სკოლაში ხელი მიუწვდება ბუფეტში ჩიფსებზე, ბურბუშელაზე, რა ვიცი, სხვადასხვა ისეთ პროდუქტზე, რომელიც არ არის ხო მიზანშეწონილი ამ დროს რომ მიიღოს. მშობელმა როგორ უნდა აუხსნას ეს, ან როგორ შეიძლება დარეგულირდეს საერთოდ, რომ ბავშვმა იმ გარემოში, სადაც მე ვერ ვაკონტროლებთ, ამ მშობელს არ მიუწვდება ხელი, თავი იგრძნოს არც, ვთქვათ, დაჩაგრულად, იმიტომ რომ აი იცი რა, მივყვები ამ ამბავს და არ ვყიდულობ, მაგრამ ცუდად ვარ და სტრესი მაქვს, ბავშვი ვარ, ხო, მოზარდი ვარ და მეორე, შეიძლება ჩუმად ვყიდულობ და ვიღებ და ვიზიანებ ჯანმრთელობას. აქ არის, ვთქვათ, დოზირება მისცეს მშობელმა უფლება, რომ იცი რა, მოდი აი დაბადების დღეზე ხარ და ერთი ნაჭერი ტორტი ჭამ. კი, რა თქმა უნდა, აქ მოგცემ რჩევას, რომელსაც არავინ იფიქრებს, რომ გასაკეთებელია. დაამატოს. ცალკე არ მიირთვას მარტივი შაქრები, ყოველთვის დაამატოს რამეს, რაც მეტად ჯანსაღია. თუ უნდა შოკოლადის ჭამა, მიირთვას ვაშლთან ერთად. ეს არის წერტილი, სადაც ბავშვიც ბედნიერია, იმიტომ რომ მეცამატებს და დედაც მშვიდად არის. და ამასობაში ეგ წერტილი სულ იქნება და ახსნის ნაწილშიც პრობლემა ყოველთვის იდგება, მანამ სანამ არ იარსებებს რაიმე ვიზუალიზაციები. სოფლიოში ბევრი გვაქვს მსგავსი, სადაც ბავშვებში სკოლებში, ბაღებში ხდება ვიზუალურად სუპერ გმირების დონიდან დაწყებული კომიქსის გმირებით დამთავრებული და ლამაზი ვიდეოებით თუ სახატავი ფურცლებით განპირობებული ბავშვი როგორ შედის შესაკვებაში, როგორ აღიქვამს ბროკოლის სუპერ გმირად და როგორ ხვდება, რაში შეიძლება შაქრებმა შეზღუდოს. არ გვაქვს ჯერ, მაგრამ ძალიან მალე გვექნება მაგაზე პირობას გასვლა. ან მარტივად ვუხსნით, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს თავისივე ცოდნაზე დაყრდნობით და ამ ძალიან მარტივი კონცეფცია ავიღოთ ტკბილეული, ანუ შაქრის შემცველობის მიხედვით ავიღოთ აქეთ არ ვიცი, ვაშლის წვენი, ავიღოთ ჩირი და ავიღოთ ვაშლი. ანუ სამი ერთი და იგივე პროდუქტი, სადაც განსხვავებული გლიკემიური ინდექსი მაქვს, ანუ ნახშირწყლოვანი პასუხი, გლუკოზის პასუხი განსხვავებული მექნება. თუ მაქვს ინსულინესთან ბავშვის შემთხვევაში, მინდა რომ იშვიათად მიირთვას ხელი, საშუალოდ მიირთვას ჩირი და ხშირად მიირთვას ვაშლი. ვიღებ 3 სტიკერს, მოწყენილი სმაილიკი, ყვითელი სმაილიკი და ბედნიერი სმაილიკი და ბავშვს უხსნი, რომ აი ამ ხილის წვენის მერე იქნები ენერგიულად და მერე დაიღლები, ამას თუ შეჭამ, მიიღებ ენერგიას, მაგრამ რაოდენობას ვაკონტროლებ და ეს არის ყოველთვის კარგი არჩევანი. და უკვე ბავშვს თვითონვე აქვს წარმოდგენილი რა არის
არც ერთი აკრძალული, მაგრამ უკვე განსხვავებაში შემოვიდა ფერების და ემოციების აღქმის ნაწილში. სახლში, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, რომ სახლში როგორი ჩვევა აქვს. ახლა თუ მაქვს ერთი ადამიანისგან მოსმენილი, რომელსაც ჰქონდა ეს წონის პრობლემა, რომ დედა აცხობდა პურს და ამას არ ეჭმეოდა. ეს ხარი რეალურად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ გამოვაცხობს დედა პურს, თუ ვთქვათ, მე რა რომ მესმის ცოდოა, მეორე ცოდოა, მამა, ცოდოა სხვა ოჯახის წევრი, მაგრამ აი, აქაც მიდივართ ერთ რომელსაც ჯანსაღმყოფა ცოდოა. ხო. იმიტომ რომ იმდენი შეზღუდვა მაქვს თავში, რომელიც მე-20 ვიდეოში ვნახე, რომ ვეღარ ვიტევ და მართლა ცოდო ვარ, მართლა ყველა შეზღუდვას თუ მივყავი. ამიტომ ვფილტრავ და ამ დროს როცა საქმე მიდგება წონის მატების პრობლემის მოგვარებაზე, მთელი ოჯახი გადადის იგივე კვებაზე, რომელსაც ბავშვი იღებს. კი ბატონო და ის პური გამოვაცხოთ თვეში ერთხელ და ჭამოს ყველამ, ხო? კი, ან თელმორთლოვანი გამოვაცხო. ხო. შეიძლება. და მოზარდობის ეტაპსაც რომ მივადექით, ვთქვათ, სკოლის და ბაღის მერე, ამ დროს აი შენ ახსენე ხა დანამატებით ხო და ცილის მიღება. ხო არ ხდება რაღაცნაირად აი ამ ტრენდის წასვლა იქითკენ, რომ გაუცნობიერებლად არ იცის მოზარდმა უნდა დაამატოს თუ არა, ჭირდება თუ არა და ბოროტად ხომ არ სარგებლობს. ხა შენ მაძმა მიცის დარწმუნებული ვარ რა დოზით ჭირდება ის ცილა, ძალიან გაცნობიერებული ამ ყველაფერში, ვისაც არ მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, მშობელმა როგორ გააკონტროლოს ეს ამბავი და რამდენად საჭიროა რომ დანამატები, ვიტამინები, რომელიც ეს აქტიურად არის შემოსული და იქ თუ ბავშვი სპორტზეა, მით უმეტეს. პირველი კითხვა მანდ ჭირდება თუ არა და მეორე კითხვა უსაფრთხოა თუ არა. თუ ჭირდება თუ არა მაგ კითხვაზე პასუხს მცემს ან დედა, რომელმაც ნუტრიციოლოგია იცის, ან ადამიანი, ვისაც მიიყვანა ბავშვი და განსაზღვრა, კვებით რას იღებს, რა ჭირდება და სად არის გარღვევა. და მე კითხვა ისმის, ამ გარღვევას კვებით როგორ ვაბალანსებთ ახლა? კვებით პირველ რიგში. თუ ვერ ვაბალანსებ, რომელიმე დანამატი მჭირდება? უმრავლესობა სპორტული დანამატები არ არის რეკომენდებული 18 წლამდე, იმიტომ რომ კვლევებში არ ერთვებიან ბავშვები მსგავსი დანამატების. ამიტომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ზოგიერთ სპორტ საზოგადოება მეუბნება, რომ 17-16 წლიდან ზედმეტად აქტიური სპორტის მდევარი ათლეტი ბავშვისთვის საკვები დანამატები უსაფრთხო და საჭირო ალტერნატივაა, ზოგიერთი არ იზრიებს ამას, მაგრამ ყველა იზრიებს ერთ აზრს, საზღვრავ მიღებას, საზღვრავ საჭიროებას, პოულობ შუალედს და კითხავს, რომ ჯერ ამ შუალედს კვებით როგორ ვაბალანსებ. თუ როგორ ვაბალანსებ 16-17 წლამდე სპორტული საკვები დანამატების მიღება თითქმის არასდროს არ იმეთი ბენეფიტი ვიდრე რისკი, იმიტომ რომ საკვები დანამატების ინდუსტრია ნაკლებად რეგულირებადია და მე თუ ვიცი კვლევებით რომ ცილა მეტი ბავშვს არაფერს აუშავებს, ამ ცილაში შეიძლება იყოს ძიმე მეტალები, ამ ცილაში შეიძლება იყოს ზოგიერთი სტეროიდული ჰორმონის ნარჩენი მოხვედრილი, რომელმაც არ ვიცი რა უნდა უქნას ბავშვის ჯანმრთელობას. კვლევები ნაკლები მაქვს, სწორედ ამიტომ კვება პირველი პრინციპით მიუყვები და ამასობაში ზედმეტად აქტიური ათლეტ ბავშვზე თუ არ მაქვს საუბარი, ფეხბურთელ ბავშვზე 16 წლის ბიჭზე, რომელიც დღეში ორჯერ ვარჯიშობს და ჩემპიონატებში ემზადება, საკვები დანამატების საჭიროება არ ჭირდება. არ დგას, ან შეიძლება დგას, მაგრამ კვებით ვაბალანსებ, იმიტომ რომ უსაფრთხოების ნაწილზე მედარდება. აი თუ მაგალითად უენერგიობას გრძნობს მოზარდი, ამ შემთხვევაში ნუ ერევა უკვე მშობელი, ვთქვათ და კეთდება ანალიზი და ასე შემდეგ და ასე მიყვება იმას, რა აკლია ბავშვს და აქედან გამომდინარე. და აი თუ აქ ნუ სპორტსმენზე და პირიქით მეორე მხარეზე ვისაუბრეთ, სადაც აი ჯანსაღი გადაწყვეტილებებია, მაგრამ არ მოგვივიდეს ზედმეტი თუნდაც ცილის მიმართულებით. თუ აქ მოზარდობის დროს მაქვს ახლა დამატებითი სტრესი, მაგალითად არ ვარ სპორტსმენი, შევატყვე რომ ბავშვი წონას იმატებს ან მოზარდი ვარ და წონას ვიმატებ, არის მოზარდებზე მორგებული დიეტა სწორი, ანუ უნდა დაიცვას მოზარდმა დიეტა, თუ უნდა ისწავლოს მოზარდმა რა უნდა ჭამოს. მოზარდებისთვის კალორიული დეფიციტის შექმნა სიმსუქნის დროს აუცილებელია, ოღონდ გაიკვირდება და კალორიული დეფიციტის შექმნის პროცესი იწყება შევსებით. ანუ იწყება რამაკლია ამის შევსებით და ბუნებრივად ვემცირდება ის, რაც აჭარბებდა კალორიებს და ბავშვის ბედნიერია, დედაჩოქშია და ნუტრიენტული დეფიციტი კი ის კი არ ვავითარებ პირიქით, წონას ვიკლებ, ოღონდ შევსებით. ანუ მჭირდება ამდენი კალორია, მაგ კალორიაში რა ნუტრიენტი მაკლია და მეტის ჭამას იტყვის ბავშვი, რომელიც თავიდანაც ესეთ დაბრკოლება ხოლმე კაცო ამდენი რო ჭამო ეხლა დედას ფიქრობს, მე მაგდენი არასდროს მიჭამია, მე სუხიშვილების დიეტით მაგ დაკლებული როგორ მეუნები რომ ჩემ ბავშვს დააკლებინებს. აქაც სპეციალურ წარმოდგენებზე საუბარი და მოზარდისთვის მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რისკი ჯგუფია კვებითი აშლილობების აშენულ განვითარების. თუ მიხვიდეთ სადმე
და ნახეთ რომ თქვენი ბავშვის და მოზარდის დიეტა არის იგივე დიეტა რაც თქვენმა იმ პროფესიონალმა დაგიწერათ 10 წლის წინ უბრალოდ აღარ არის მათემატიკის როულში და არის თაბახის პურსელზე არ აკეთებთ იმიტომ რომ იწყება პირველი მათ შორის მოზარდის კვების შევსებით დიეტის გაწერა შევსებით კი ბატონო ვეუბნებით ბავშვს რომ ამას აკეთებ შენ იმის გამო რომ ჭარბი წონა გაქვს ან ზედმეტი წონა გაქვს გააჩნია ასაკს ალბათ უფრო გააჩნია ასაკს რაც უფრო და ბავშვის ტიპს ალბათ პრობლემის უარყოფა არ გვჭირდება მაგრამ პრობლემის გამძაფრებას არ გვჭირდება გააჩნია ასაკს ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი ცხოვრების განმავლობაში რაში შეუშლის ხელს დამატებითი წონა და ეს მოზარდი გოგოსთვის არის არა 55 წლისას დამდგარი არ ვიცი მალნუტრიცია და მერე ძვლოვანი მასის კლობა რომელიც რეალური საფრთხეა მაგრამ შორი არამედ არის თავისუფლად გადაადგილების საშუალება დღესასწაულზე ან წვეულებაზე ფუნქციურ ნაწილში და არა გარეგნულ ან გარეგნულ მხარეს არ ვიღებ პრობლემას რომელიც ფუნქციურ პრობლემას დასახავს ბიჭისთვის რომელიც კალდურზე დადის ეტყვი რომ პროცესში გაგირთულდება უფრო სწრაფად აყვე შენ მოწინააღმდეგეებს ჩემპიონატზე. ანუ ვიღებ კვებას და ვუკავშირებ მის ცხოვრებაში რელევანტურ ფუნქციურ ნაწილს. კი ბატონო და არა გარეგნობის რომ რაღაცა ვიღაცას არ მოეწონები და ასე შემდეგ ან გასუქდები, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია და არ მგონია რომ სწორი იყოს რეაგირება ბავშვს რაღაცა შიში და შფოთვა უფრო უჩნდება ამ დროს. და ენერგეტიკული სასმელები ესეც ძალიან აქტუალურია მოზარდებში, რა საფრთხე აქვს. რატომ არის ხელმისაწვდომი ასეთი და უნდა იყოს თუ არა ასეთი ხელმისაწვდომი და რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს და მშობელი სად უნდა ჩაირიოს იმიტომ რომ ხშირად ესეც რაღაცნაირად შეიძლება ბევრჯერ ვახსენებ რომ ჩემ გარშემო მაგრამ ვაკვირდები ჩემთვის საინტერესო მიმართულებაა და სფეროა და ვუყურებ და ვხვდები რომ ბევრ მშობელს ეს არ მიაჩნია განსაკუთრებით საგანგაშოდ მიუხედავად იმისა რომ იმავე ინტერნეტში ძალიან ხშირად იწერება ზოგის გულის გაჩერების, ზოგის რა ვიცი თირკმელების და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად მათთვის ეს დღეში ერთი ქილა არ წარმოადგენს საგანგაშო რაოდენობას და რა ხდება ამ დროს? ენერგეტიკულ სასმელებზე მტკიცებულებას დაფუძნებულად ბევრი რამე არ ვიცით, იმიტომ რომ გამოყენებულია ბევრი ინგრედიენტი, რომელსაც რომ მიუყვებით ფურსელზე ყველა უსაფრთხოა, მაგრამ ყოველდღიურობაში რა სწობს არ ვიცით. იდეალურ შემთხვევაში ჩემი პირადი გამოცდილებით რაც უფრო იაფასიანია ხოლმე ენერგეტიკული სასმელი მაგალითად ჩდება ერთ ლარამდე შუალედში მით უფრო მეტი რისკია არა სანდო ეტიკეტის და ამ ეტიკეტში გაპარულის საკვების აღებავების რომელიც არ უნდა იყოს იქ და ვიცით მაგრამ მაინც არის რაც უფრო ფინანსურად მაღლა ადის ხოლმე კომპანიები როგორც წესი გაიდლაინს და ეტიკეტირებას იცავენ ხოლმე ამიტომ საქართველოს დამზადებული ენერგეტიკული სასმელის ნაცვლად საერთაშორისო სტანდარტით შემოწმებული უფრო გულის მშვიდია. მაგრამ კითხვის ნიშნები არის, რომელზეც ზუსტ პასუხები არ გვაქვს. ამასობაში ისტორიები, გულის გაჩერების ან თირკმლის პრობლემების არ არის აუცილებლად დაკავშირებული ენერგეტიკულ სასმელთან და ამის მტკიცებულებაც არ მაქვს. იდეალურ შემთხვევაში არ მიხარია, როცა მოზარდი კოფეინს იღებს, მით უმეტეს ენერგეტიკულ სასმელში არსებულ დოზას, რომელიც ერთი ულფა მოგცემს დაახლოებით 1 ჭიქა ყავის ოდენა კოფეინს და ჰიპერაქტიულობა და მერე მიყვარს რატომ მას ბავშვი მოусვენა რატომ ტკივა თავი ან რატომ ვერ ისვენებს მაშინ როცა ძილის პრობლემა აქვს ზუსტად ამიტომ არ მიხარია ამასობაში თუ სვამს ვცდილობ რომ უშაქრო ალტერნატივა მაინც მიიღოს და ვცდილობ ყველაფერს რომ ადეკვატური მისთვის მოსაწონი გემოსასმელით ჩავანაცვლოთ რომელსაც იდეალურ შემთხვევაში თვითონვე გააკეთებს თუნდაც კოფეინის მცირედი გამოყენებით განსხვავებული ცოცხალი მიქსით განსხვავებული გემოებით უშაქრო სასმელი ხო უშაქრო იდეალურ შემთხვევაში უშაქრო და იდეალურ შემთხვევაში თუ ტკბილ გემოს ჩაუნაცვლებს თავს გამოვიყენებდი რომელიც თავისუფალი შაქარია თუმცა ბევრ უსაფრთხოა თუ სვამთ მაგალითად ტკბილ გაზიან სასმელს ჯობია ეს იყოს დამატკბობელი და არა შაქარი კვლევები ორად იყოფა მაგრამ ქცევისა და ფიზიოლოგიის მიქსით ჯერჯერობით რაც ვიცით უფრო მეტად მშვიდად მაგული დამატებულ შაქრებზე ვიდრე 10 ჩაის კოვს შაქარზე რომელსაც ერთი გაზიანი სასმელი მომცემდა შაქრიანი
რეალურად ხა გადავალ მოზარდების და მშობლების ზოგადად სტრესზეც კვებასთან რაც არის დაკავშირებული. ეს სტრესი გამოწვეულია არ ცოდნით, რომ არ ვიცი რა მივიღო, ან ვიცი რა ვაჭამო ბავშვს, მაგრამ ავსქროლე და სხვა მითხრეს, მე ექიმმა სხვა მითხრა, ფიზიკურმა მწვრთნელმა, თქვა თუ სპორტზე დადის სხვა მითხრა. ეს უფრო ხშირად ხდება შფოთვის მიზეზი თუ გარეგნობა. წონასთან როცა აკავშირში კვებითი საკითხები. ანუ აღელვებს ადამიანს ის რეალურად უფრო რაწონა იქნება თუ ის ჯანმრთელობის ამბავში რას მიიღებს, იმიტომ რომ ხვდებით ხო ეხლა ჩვენ 10 დღეში 20 კილო და ასე შემდეგ ესეთ დაპირებებს და ადამიანი იცის რომ რაღაცას დაიშავებს, ძალიან კარგად იცის, მაგრამ არჩევანის თვალსაზრისით მაინც მიდის და ურჩევნია იცი რა ეხლა კაცო მე გავხდები და მე დავარეგულირებ ამ ჩემ ჯანმრთელობას, ჯერ დავიკლო. ხო, ეხლა ესეც საინტერესო დაკვირვება მაქვს. ადამიანის უმრავლესობისთვის სურვილი იმალება გარეგნობაში და გამართლება მოდის ჯანმრთელობიდან. ყველა ადამიანის ეხის რომ ჯანმრთელობისთვის სჭირდება წონისხლება, აუცილებლად აქვს პრიორიტეტში გარეგნობა და პირიქით ორივე ერთმანეთის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ პროცესში აღქმული უნდა იყოს ორივე საჭიროება, თუმცა როცა ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვის და ჯერ არ დამდგარი ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყოველთვის სვამკითხვას და გარეგნობაზე რა მიზნები გვაქვს, იმიტომ რომ ეს მიზნები იქნება და ვერც გავექცევით და როგორც წესი ადამიანებს შორეული კიდევ ერთხელ ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად გვაშინებს ყოველ შემთხვევაში იმ მოტივაციას არ გვაძლევს რომ მხოლოდ მაგის ხარჯზე გადავდგათ შინაგანი მოტივაციიდან ნაბიჯები, რომელიც იცვლება და ძალიან კარგია რომ იცვლება, იმიტომ რომ მთელი მედიცინა, ჯანდაცვა სოფლიოში ნუტრიციოლოგია გადადის პრევენციაზე და არა მკურნალობაზე და კიდევ ერთხელ ალბათ უფრო მეტად გააჩნია ასაკსა და დამოუკიდებლობას არ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ახალი თაობა უფრო მეტად ზრუნავს პრევენციაზე, არ მინდა რომ თავი ამტკივდეს და მაგითო გავაკეთებ ამ ნაბიჯს და არა იმიტომ რომ უკვე თავი მტკივა, თუმცა უკვე უმრავლესობა სტატისტიკურად ადამიანები, ვინც დიეტების მაძებარია, მეორე უკიდურესობაშია, რომელსაც წამყვანია გარეგნობა და ჯანმრთელობას მერე მოევლება. ხო, მის შემდეგ. და აი რა შეგვიძლია შეჯამების სახით რჩევად მივცეთ მშობლებს და მათ შორის კვების, სწორი კვებით დაინტერესებულ ადამიანებს. ძალიან კარგია და ხშირად ვიყენებ ხოლმე იმას, რომ კი არ ვაკლებთ, ვამატებთ. შენგან ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა და ამის გარდა აი არ იცის თქვათ ადამიანმა რა ჭამოს. რეალურად არის პროდუქტები რომელიც უნდა ამოვიღოთ საერთოდ გარდა შაქრისა. აი წითელი ხორცი, შვრია, რომელიც ხან გვეჭმევა, ხან არ გვეჭმევა, ანუ ერთ ფიდზე დაახლოებით 10 აზრი მოდის ხოლმე და შევაჯამოთ და გავატანოთ რჩევების სახით ადამიანებს. ჭამონ ეს ყველაფერი რეალური პროდუქტი და გვეჭმევა თუ არ გვეჭმევა. აი ხა მოდი ცოტა უფრო ფართო შეჯამებას გავაკეთებ. პირველი არის ის, რომ ადამიანის ორგანიზმი იმაზე მეტად ჭკვიანი და გამძლეა, ვიდრე გონია. და ნებისმიერ მოცულ მომენტში იმდენი ბიოქიმიური პროცესი მიდის და თავში ფიქრები, რომელსაც რომ ჩაუღრმავდები, მე მივხვდები, რომ მე არაფერი ვარ, მასაჟდერებით ასაც ჩემი ორგანიზმი ავტომატურად თვითონ აკეთებს. ამასობაში ვიცოდეთ, რომ ორგანიზმი ჩემკენ არის მომართული და არ მიბრძვის და არ ჩემთვის უდია უნდა პირიქით. რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი სიმშვიდით დავიწყოთ ჩანსახმობაზე ყურება. და ცალი წარბი გქონდეს ყოველთვის აწეული, როცა ახალი ინფორმაცია ურთიერთდამომრიცხავი მომარდება შვრიაზე, საუზმეზე თუ ინტერვალურ შიმშილზე. სწორი კითხვების დასმა ვისწავლოთ და იქ რატომ უკვე სწორი კითხვაა და მაგაში რას გულისხმობ, კიდევ უფრო სწორი კითხვაა და ჩემზე როგორ იმოქმედებს, კიდევ უფრო სწორი კითხვაა. ამ სამი კითხვის მერე მოვუსმენთ ადამიანს და მიღებული უკავშირით დავტესტოთ, ღირს თუ არა საერთოდ შვრიის ამოღება რაციონიდან. ან როცა დავტესტავ და ვნახავ, რომ შედეგი არ ქონია, ან ნეგატიური ქონდა, ვთქვა, რომ ალბათ არ არის ის რჩევა, რომელიც მე მერგება. ან იმ ადამიანმა არ იცოდა. მაგას ხარ. თან ინდივიდუალურიც არის ახლა, ხო, ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, ვინ რას როგორ. თუმცა ეს დილა აუცილებლად დაიწყე შვრით და ყოველ დღე შვრია ჭამე, ანუ რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, რაციონი არის უკეთესი, ხო, ალბათ. რაც უფრო ბევრი საკვები ჯგუფი რაციონში და ამასობაში ფერადია რაციონი, მით უფრო დიდი ალბათობა ყველა ნუტრიენტის შევსების
კალორიების თulis garaში. ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არა სიტყვაზე თუნდაც ჯანსაღი და ერთი და იგივე, არამედ მრავალფეროვანი საკვები მივიღოთ და გვედოს თეფშზე, რაც შეიძლება ისეთი ცისარტყელის ფერებში არსებული ბოსტნეული. და ეს ერთსაც კითხავ კომბინაციები, რომელიც არის აი რაღაცნაირად ბებიებისგან მოდის, რომ მაგალითად დილით თაფლი და კარაქი, რომ ლობიოსთან ჩვენ აუცილებლად გვიდევს მჟავე და ასე შემდეგ. მე რო ჩაუღრმავდი მე და გარკვეული ცოდნა მივიღე, ძალიან საინტერესოა, რომ ყველანაირი მეცნიერული და რაღაცა ბიოქიმიური საფუძვლების გარეშე როგორღაც იცოდა ამ ხალხმა ერთად რა უნდა ეჭამათ კომბინაციაში და დღის რომელ მონაკვეთში რა უნდა ეჭამათ. იყო ეს იმიტომ, რომ საკვების ხელმისაწვდომობა არ იყო ისეთი, როგორც დღეს გვაქვს და რაღაცნაირად ყველაფერი ერთად, თუ მართლა რაღაც დაკვირვებების და ისევ ამ ორგანიზმის ჭკვიანი ორგანიზმის ფაქტორი იყო ის, რომ იცოდნენ რა ჯობდა მიიღო პატარას, როდის და ლობიოსთან ის ფერმენტირებული მჟავე, რომ მნიშვნელოვნად ანეიტრალებდა დისკომფორტებს. საიდან მოდიოდა ეს ცოდნა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს და გამიხარდებოდა იმ დროში, რომ ჩავეგდე ვინმეს და დავკვირვებოდი რის საფუძველზე იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას, ხო? აღმოსავლურ კულტურაში რატო არის ფერმენტირებული ესეთი საკვები და ზღვის პროდუქტებთან ერთად რას მიერთმევდნენ, ჩვენ ქვეყანაში ლობიოსთან ერთად რატო მიერთმევ, არ ვიცი, თელმარცვლოვან პურს ან ჩოთის პურს და კიტრი პომიდორის სალათას, მჟავე კიტრს, რატო არის ეს კომბინაციები, ვინ მოიფიქრა პირველად და მერე ვინ გადაწყვიტა, რომ ეგ სწორია და როგორ მოვიდა ჩვენამდე. საინტერესოა მეცნიერული ახსნა არის ინდივიდუალური დაკვირვებები. ამასობაში ნაკლები ხელმისაწვდომობა და რაც გაქვს იმას აკვირდები და იმის გაკეთილშობილებას ცდილობ და ბოლომდე სრულყოფილამდე მიყვანას, მაგრამ მარტო მე მგონი ახსნა დარკმარა და არის საკვები მედიცინა, როგორც ამბობენ, საკვები მედიცინა ძალიან ხშირად ისმის ხოლმე დღეს არის რეალურად საკვები და სწორად შერჩეული საკვები განკურნების გზა გარკვეული მდგომარეობებისთვის. სწორად შერჩეული საკვების ცალსახადარი პრევენციის გზა, თუმცა კლინიკურ ნუტრიციოლოგიაში ნუტრიციოლოგია ანუ კვების ნაწილი გამოიყენება არა განსაკურნებლად, არამედ განკურნების თერაპიის ხელშემწყობად, ძალიან ძლიერი ფაქტორია, მაგრამ დამდგარ დაავადებას კვებით ვერ ვკურნავთ და არ ვცდილობ რომ გავკურნავ, მაგრამ ხელს ვწყობ. და აუცილებელია ალბათ. ცალსახად. მადლობა. ძალიან საინტერესო რჩევებს წაიღებს დარწმუნებული ვარ მსმენელის და მაყურებელის, განსაკუთრებით მშობლები, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამ დაბნეულობიდან მგონია, რომ გარკვეული გამოსავალი თუნდაც ერთი პატარა გზა და მიმართულება უკვე შევთავაზეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობები. თუ დაგვიტოვებ რამე რაღაც პატარა რჩევას, რაც შეიძლება უნივერსალურად ყველას გამოადგეს კვებასთან დაკავშირებით, ან გავგიხარდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთადერთი რჩევა რაც ერთიანობა შემიძლია ჩავატივო არის ის, რომ ჯანსაღი კვება ინდივიდუალურია. ამასობაში მტკიცებულობას დაფუძნებული ცალ-წარბი მაღლა ნებისმიერ ახალ შიშზე და სიმშვიდე. ყველამ უნდა ჩავისუნთქოთ და დავმშვიდეთ ჯანსაღი კვების გზაზე, მაგის გარეშე არაფერი ნაბიჯი წინ გადადგმული არ გამოიღებს. შვიდად მივირთვოთ ჯანსაღი საკვები. ზუსტად. რომელიც არის გემრიელი მათ შორის. აუცილებლად მაგის გარეშე გამორიცხულია.